ჩვენ რო ეხა ერთმანეთს დავწყობთ და ვიგამავთ, რომ უფრო მეტი ხალხი უყურებს ამას, ვიდრე უყურებს იმ შემთხვევაში თუ ვაპირებთ, დავაგაცადეთ. მოიგეთ თუ არა ეს დებატები თქვენი შეფასებით? ოცნებას არ აქვს ашკარად ინტერესი რომ გააგრძელოს ამ დებატებზე ლაპარაკი. ეხლა ამასაც ჩემას ვიტყვი და პირდაპირ ვიტყვი, რა ვიცი, რა მენაღულება, მე არავისთან ანგარიშვალდებული არ ვარ. გაერთიანების ინიციატივა ჩაუვარდათ და გაჩერდნენ და სხვა გზით მიუდგნენ მაგ ყველაფერს. საერთოდ არ ითვალისწინებენ რა საჭიროებები აქვს სტუდენტებს. აი ეს რა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. მე რამდენიმე ვარიანტი მომდის თავში, არც ერთი არ არის აქედან სახარბიელო ქართული ოცნებისთვის. შეიძლება ეს ბევრად უფრო საზიანო იყოს რეჟიმისთვის. ეს მათ შორის კობახიძისთვისაც გამოუვალი და უპასუხო არგუმენტი იყო და რა იცოდა ამაზე რა უნდა ეთქვა არ იცოდა. რომ ყველა ვერსუს ბიძინა ივანიშვილი აი ესეთი მოდელი მივიღოთ. ხარ თუ არა ამისთვის მზად? ხო არის კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და კიდე არის კანონი ბიზნეს უნივერსიტეტის შესახებ. ესეთი პრეცედენტი რამე არსებობს საერთოდ სოფლიოში? ცდილობენ იმის სურათის დახატვას, რომ ოპოზიცია სინამდვილეში არის გოგა ხაინდრავა. აი ზუსტად ამ კანონმდებლობით რო დაინიშნოს ახლა ან ვადამდელი ან 2028 წლის. შეხვალთ თუ არ შეხვალთ? ამას ამოგიჭრით. აი წავაგდებთ, ამას ამოუჭრით. მეგონი კოცების საქმეს ვაკეთებ. კი ბატონო. აი როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება? ეს კოორდინაცია ашკარად არ გვაქვს. ჩვენ ყრილობას ვატარებთ, ვიღაცები თავს გვესმიან. ჩვენი გადაცემის შემდეგ გავიგებთ ანი წითლიძეს რა აქვს სიკო ჯანაშიაზე. ეხლა გვაქვს ვითარება, როდესაც უბრალოდ პერსპექტივა არ ჩანს. როგორ უყურებთ ამ ერთიანობის საკითხს და ფულზე მე ცალკე კითხავთ საიდან გაქვს. ქართულ ოცნებას უნდა რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი რაღაც გააფუჭოს, ვიდრე აფუჭებს დღეს. ვთქვათ, ჩაინიშნა არჩევნების სიტყვაზე. აი იქ დამოუკიდებელ სუბიექტად გააპირებთ გასვლას. კი ცალსახად. რანაირად თქვა მეტი? ვის როგორ? თქვენ დაჟე ტაკ? მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია ბატონი სიმონ ჯანაშია. გამარჯობა. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, როგორც ჩვენ გვშევია ხოლმე და პირდაპირ ისეთი თემით დავიწყოთ, რაც ყველაზე აქტუალურია თქვენთან დაკავშირებით და თავს უფლებას მივცემ თქვა, რომ რამაც ყველაზე მეტად აქტუალური გაგხადათ. იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება აქამდე იყავით ფართო საზოგადოებისთვის. დებატების თემა. დებატების თემას რო გავყვეთ უკნიდან, მე მინდა რომ განათლების ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე კიდე ცალკე ვისაუბროთ და უფრო სიღრმისეულადაც ვიდრე იქ შეიძლებოდა საშუალება ყოფილიყო. მაგრამ ზოგადად აი თქვენ მაგალითად დებატების დროს თქვით ესეთი საინტერესო ფრაზა, რაც შემდეგ გავაირალდა, როგორც ამობენ ხოლმე, დებატები დისკუსიისგან იმით განსხვავდება, რომ დებატები უნდა მოიგო. მოიგეთ თუ არა ეს დებატები თქვენი შეფასებით და აი დღევანდელი გადმოსახედიდან როცა ამ გადაცემას ვწერთ, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ რაღაცა ის პატარა ხელშესახებ გასაგებია, რომ ხა ეს დებატები ქართულ ოცნებას ვერ დაასრულებდა, მაგრამ რაღაცა ხელშესახების შედეგი შეიძლება იყოს რაღაც კუთხით. ხა. დებატები მოიგეთ თუ არა, ამაზე პასუხი მარტივი არ არის, იმიტომ რომ დებატის შედეგი დგება არა დებატის დღეს, არამედ მერე ანუ აი ხა მაგალითად დებატი გრძელდება ჯერ კიდევ აი გუშინდელი ნაწყვეტი მაგალითად ამ დებატის სადაც ჩანს რამდენად თავხედურად იქცევა კობახიძე ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია რა მაგალითად ის ამბობს ეუბნება ბიოლოგს რომ მე შენზე უკეთესი ბიოლოგი ვარ და ეს ხა არის გაგრძელება ხო იმისთვის რომ რეალურად აჩვენო რაღაც საზოგადოების რაღაც ჯგუფებს რასთან გაქვს საქმე ხო როცა განათლების რეფორმაზე გელაპარაკებიან სინამდვილეში ამდენად კომპეტენტურად არის დაგეგმილი ან რაღაც რა არის ის ძალაუფლება რასაც ებრძვი და მე მგონია რომ ხო ანუ ეს გრძელდება ერთი რაც ხდება არის რომ ოცნებას არ აქვს ашკარად ინტერესი რომ გააგრძელოს ამ დებატებზე ლაპარაკი იმიტომ რომ არ აწყობს იმიტომ რომ ჩვენ ашკარად იქ შეცდომები არ დაგვიშვია და ჩვენ კიდე ბევრი შეცდომა გვაქვს ჯერ კიდე გასახილველი რაც მათ დაუშვეს და მე მგონია რომ ეს კი ჩვენ სასარგებლოდ შეიძლება ჩავთვალოთ რომ იმდინარეობს ჯერ კიდევ
ეს კანონ პროექტი აჩვენეთ დასაწყე პირველ საათში იყო სადღაც დაახლოებით, სადაც საიწერია რომ კონსულტაციები ვისთან გაიარეს და ასე შემდეგ და ის არ იყო მითითებული და მე ესე განმარტა რომ ინიციატივას გაუკეთდა, მან ინიციატივის დროს იყო რეკომენდაციები და აქო ესე ტექნიკურად აღარ იწერებაო. დაუშვათ, ეგეც მართალი იყოს, დაუშვათ. თვითონ ეს ხალხი ვინც ვისთანაც იძახის რომ არგუმენტია რომ აი გავიარეს სხვადასხვა აკადემიურ წრეებთან კონსულტაცია და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ორი ვარიანტია, ხო ან კმაყოფილები არიან ამ რეფორმით, ან რაღაცნაირად უნდა საზოგადოებაში ისმოდეს იმათი ხმაც, ხო, ვინც რაღაცა ან კონსულტაციებზე იქნებ უთხრეს სასისულელეს აკეთებ, ხო? ან იცავდეს, ვთქვათ, კობახიძის პოზიციას ვინმე აკადემიურ წრიდან, ან აკრიტიკებდეს. ნუ ერთი რაც გამოჩნდა, რომ ეს გაერთიანების ინიციატივა ჩაუვარდათ და გაჩერდნენ და სხვა გზით მიუდგნენ მაგ ყველაფერს. მაგრამ რაღაცა აი არის მის რა ხმა ერთეული პროფესორების გარდა ყოველთვის არ შეიძლება სადღაც ისეთ წრეში ისმის ან ისეთ ადგილზე სადაც ჩვენ ვერ წუდებით და ამაზე თუ შეგიძლიათ ვინ იყო ეს ხალხი ვინც მარტივად ვთქვათ არაპოლიტიკური სფეროდან ვინმე აკადემიური სფეროს წარმომადგენელს თუ იცნობთ ვინც არგუმენტირებულად საუბრობს ამაზე რომ ხო აი ეს გააუმჯობესებს რაც მიზანი არის როგორც მათ რო ვკითხოთ განათლების დონეს საქართველოში ეს ადამიანს თუ იცნობთ მაგრამ თვითონაც არის ცნობილი ესეთ ადამიანებს ეგ არის პრობლემა რომ ჯერ უნდათ რომ გადაწყვეტილება მიიღონ და მე უნდათ რომ განიხილონ და ეგ არის ყველა სფეროში იპოვონ ადამიანები რომელიც მე ამ გადაწყვეტილებას მოიწონებს ხო ანუ განხილვა წინასწარ არ არსებობს. ანუ ჩვეულებრივი პოლიტიკა, ნორმალური პოლიტიკა, მე როგორც მესმის, ხორციელდება ესე, რომ არის რაღაც საზოგადოებრივი პრობლემა, დაკვეთა და შემდეგ პოლიტიკოსები იწყებენ ამ რაღაცა პრობლემის შესაბამისი მოგვარების გზების მოფიქრებას, განხილვას და მერე იღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის, ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ, მერე იწყება დასაბუთება, რატო იყო საჭირო იმ გადაწყვეტილების მიღება და ამას ქვია, იქაც თქვი დებატების დროს, რომ ამას ქვია რაციონალიზაცია და არა რაციონალური მიდგომა. რაციონალური მიდგომა არის ჯერ მსჯელობ, ჯერ ფიქრობ, მერე იღებ გადაწყვეტილებას და რაციონალიზაცია არსებული გადაწყვეტილებების გამართლება, ხო? გაправებას რასაც ეძახიან სოციალურ ქსელებში, მაგრამ ანუ მერე ეძებ არგუმენტებს, რატო იყო საჭირო. აი მაგალითად ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მე თავი მომაჭრას და მე რეწყებს მიზეზების ძებნას რატომ უნდა მოეჭრა თავი ნუ შეიძლება გითხრას რომ აი თავი გტიოდა და იმიტომ მოგაჭერი და თან მე როებნები რომ რატო არ მიმკურნალე გეუბნება რომ წირი რესურსები გვაქვს და რაღაცა ახლა ხმალი მაქვს მაგრამ წამალი არ მაქვს და ამიტომ გამოვიყენებ იმას რაც მაქვს. ცოტა ის რესურსებთან ერთად დამაკლდა რომ აი რაღაცა აქცენტირება გაკეთებული იყო მათ მინისტრებზე, კორუფციაზე, აი ეს რაღაცა კი იყო ეს ზოგადად მეტი რატო არ იდებაო და ნუ ესე რიცხვებში გამოხატული ხო შეიძლება 2012 წელს სხვა დაფინანსება ქონდა და ეხლა სხვა დაფინანსება აქვს ჯანდაც არა არის განათლებას მაგრამ ეს ხო არა ისახა ეს რაღაც მხრივ ალბათ ხარისხზეც აისახებოდა ეხლა ეს რეიტინგები რომ წარმოუყვეთ თქვა 12-დან 24-მდე ხო შეცვლილი იქნება და გაუმჯობესებული. მაგრამ აი ამაზე ხო ცოტა დამაკლდა რომ გაგვიხსენებინა ეს რაღაცა ოქროს ისენი აქვია გასაღების საკიდები და 7 მილიონი ქეში და კიდე რა ვიცი რაც გვაჩვენეს და რაც არ გვაჩვენეს კიდე ჯარიდან მოპარული 1.5 მილიონი მხოლოდ ერთ აპარატში რომ აი ეს ყველაფერი წირი რესურსი კი არ გაქვთ ხო რაღაცა ცოტა ხო და ჯერ კიდე არის დრო რომ დავამატოთ ისაც დაგვაკლდა სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი რომ ის დებატი გრძელდება ხო ანუ იქ რაღაცა რაც ითქვა იმაზე პასუხების გაცემა ჯერ კიდევ შესაძლებელია და შეიძლება ეს ბევრად უფრო საზიანო იყოს რეჟიმისთვის, ვიდრე იქ კონკრეტულად იქ ნათქვამი რაღაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგალითად იქ უამრავი რაღაც ითქვა, რაზეც შეგვიძლია უპასუხოთ, მაგალითად, რაც იყო პირდაპირ ტყუილიც, რომ აი გერმანიაში მარტო ბერლინში არის უნივერსიტეტი. ხო, ორი უნივერსიტეტია და ანჩა. ანუ სიამოვნებაში, მე მენხენში ვწავლობდი და მენხენში არის ტექნიკური უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, რომელსაც საერთო კი არა, იდენტური ფაკულტეტები აქვს თუ პროგრამები, ხო, მაგალითად ბიზნეს ადმინისტრირება, პოლიტიკურ მეცნიერებებში, სამედიცინო სფეროში, ესე რომ უამრავი რაღაც ითქვა ახლა. რაზეც შეგვიძლია გაყვე, მაგრამ კიდე ერთი მახასიათებელი ამ დებატებს აქვს ის, რომ სპორტივით არის რა და ეს სპორტში ყოველთვის არის ხოლმე რომ აი რა ჩაგეწოდებინა და აი რაღაცა გაგეწოდებინა. ესე გამოსვით ხო რომ რაღაცა ეკრანიდან რომ უადვილია. აი რა გრანტი ამ დროს ხო არის რაღაც აი დაცვაში გეთამაშა ჯობია და რაღაც ეგეთი. მოდი ეს დებატები. აი ეგ ის მომენტი მაინტერესებს, აი გრანტი ვეღარ წავა სიტყვაზე ვიძახი რაღაც კონკრეტული ფაკულტეტების გარდა და უნივერსიტეტების გარდა, ვთქვათ რაღაც სტუდენტი, აბიტურიენტი ვერ წაიღებს გრანტს მაგალითად კერძო უნივერსიტეტში და ზემოდან ვერ დაამატებს თანხას. ეს რითი აიხსნება რომ არა, ვთქვათ სახელმწიფოს კვოტირებაში თუ არ უზის რაღაც სპეციალობები იმ დანარჩენ სხვა რაღაცებს ჩვენ არ დავაფინანსებთ, ანუ ასე ხსნიან თუ რატო გააკეთეს? ეს მაგაზე რომ იმშელოთ, იმისთვის რომ კონტროლი დაამყარო უნივერსიტეტებზე, უნდა წაართვა ფული თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.
ანუ აქამდე კერძო და სახელმწიფო წყაროებიდან შესდიოდათ ფული და უნივერსიტეტი თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას სად გადაანაწილებდა. მაგალითად, ბიზნეს ადმინისტრირებაზე რო იღებს 1500 ადამიანს და თქვა სოციოლოგიაზე 20, იმ 1500-დან აფინანსებს 20 ადგილს. აქეთ, ანუ ბიზნეს ადმინისტრირებას კი არ აფინანსებს მხოლოდ იმ ფულით, რაც შემოვიდა იქიდან, არამედ სხვა პროგრამას, მაგალითად, შეიძლება ორკაციანი ასირიოლოგიის მიმართულება დააფინანსოს და ეხლა გეუბნება, რომ ეხლა მე გეტყვი თითოეულ მიმართულებაზე რამდენი ადამიანი უნდა მიიღო და მე გეტყვი რამდენი ფული გექნება და ეგ ნიშნავს იმას, რომ უცებ კარგავს ავტონომიურობას უნივერსიტეტი და თან, როცა გეუბნება, რომ ფულს მე გინაწილებ კონკრეტულ მიმართულებებზე, მერე ჩადის უკვე პროგრამებში. უკვე გეუბნება, რომ აი ეს კურსი რა თქინდა, ძვირი გიждდება და მოდი ახლა ეს გამოიღე, ის პროფესორი გაუშვი, სხვა ჩასვი. ფულზე რამდენზეა ლაპარაკი, თქვა ჩარჩენილი ბიუჯეტთან შედარებით, თქვა ის ბიუჯეტი, რომელიც ეგეთ სქემას უნდა მოხმარდეს. ის იგივე ბიუჯეტი შესაბამისად. მაგაშად ყვილი. ხო, შესაბამისად ის, რომ მეტი სტუდენტი ვერან პირიქით, ნაკლები სტუდენტები დაფინანსდებიან, გაჭირვებული ოჯახებიდან, ვთქვათ, მისული უნივერსიტეტში აბიტურიენტები უბრალოდ გარეთ დარჩებიან, ესე გამოდის და კონკურსი ნახეთ, ჩვენ არ დაგვაუწყდეს ამის კონტექსტიც, რომ ეს ამ რეფორმას თავიდან როგორ შეიფუთა, ამას დაერქვა, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში ხდება უფასო. ხო, მაგიტომ ვიწყებთ უფასო ხდება და ძალიან საინტერესო ეს ჰქონდათ რეპლიკა იმაზე, რომ ეს ავტონომიურობა შეზღუდავს და ეს ფაქტორი შეზღუდავს, მაგრამ ავტონომიურობის კომპონენტის პარალელურად აქ არსებობდა კომპონენტი, როდესაც ფაქტობრივად სტუდენტები და ესე ვთქვათ, ბაზარი არეგულირებდა, რომელი უნივერსიტეტი იყო კარგი და ცუდი, ხო? მათ შორის, ანუ შენ რას თქვი, კითხვა რო დასვი, რომ შეეძლო სტუდენტს კერძო უნივერსიტეტში წაეღო ეს დაფინანსება ვაუჩერივით. შესაბამისად, ეს გარკვეულწილად ბუნებრივად არეგულირებდა მოთხოვნას ამ უნივერსიტეტებზე, რა ვიღაცა იგივე ფასში პირობითად უფრო კარგ სერვისს რო სთავაზობდა, განათლებაც ყოველ თვარი სერვისია მომხმარებელს. შესაბამისად, იქ მიდიოდა მეტი სტუდენტი და ანუ ამის სტუდენტების მხრიდან რეგულირების საშუალებას დაიწყო. აი, განათლების უფლებას არ არღვევს, ეგ ხო არის რაღაცა განათლების უფლება აქვს, ხო? აი, ბევრი რამე მეკითხეთ ერთად. ხო. ანუ ეგეც რო, აი მაგალითად მე მაძლევ ფულს, ოღონდ მე ვერ ვირჩევ რაში მინდა მივიღო განათლება. ეს ხო ჩემი ფულია, რეალურად ჩვენ სახელმწიფო შევთანხმდით, რომ რაღაცა ბიუჯეტს რო გამოვყოფთ კონკრეტული აბიტურიენტების დასაფინანსებად, ეს მისი ფულია და უნდა თვითონ დახარჯოს განათლებაში. ეს ავტონომიურობაც, ანუ გარდამზე უნივერსიტეტებს მოუკლათ ავტონომიურობა, სტუდენტს გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ აქვს, რა უნდა რომ ისწავლოს, ან სად უნდა რომ ისწავლოს ამ თავისი ფულით. იქ თავისთავად არ იქნებოდა პრობლემა, იმიტომ რომ აქამდე შეზღუდული იყო რა, შეგეძლო აგერჩია, ხო, სახელმწიფო ამბობდა, რომ მხოლოდ იმ პროგრამებზე დაგაფინანსებ, რომელიც ავტორიზებულია. მაგალითად, მე შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა მინდა არ ავტორიზებულ უნივერსიტეტში. ავტორიზაცია რაზე იყო დამოკიდებული? ავტორიზაცია, თქვა, კითხებს ხო. ხო, ანუ ავტორიზაცია გულისხმობს იმას, რომ უნივერსიტეტების პროგრამები და შესაძლებლობები უნდა იყოს შესაბამისად კონკრეტულ კრიტერიუმებთან, იმისებთან, რასაც თვითონ ისახავს. მაგალითად, თუ ამბობს, რომ მე ვაძლევ და ამის რაღაც სტანდარტული მოთხოვნები, თქვა, დასავლეთთან არსებობს რაღაც სტანდარტი, რომ თქვა, აი ამ ფაკულტეტს ამ ბიზნესის მისაღწევად ჭირდება ესა და ესა რა განსაზღვროს მაგ ავტორიზაციის კრიტერიუმებს. საბჭო და პროგრამები არსებობს, ხო, ეხლა ძალიან შეგვიძლია. ანუ საერთაშორისო შეთანხმებები არსებობს, რომ მაგალითად ბაკალავრიატის პროგრამა არის სიტყვაზე 180-დან 240 კრედიტამდე. ეს კრედიტის შეთანხმებაც არსებობს, რომ ეს გულისხმობს ამდენ საათის მოცულობის ცოდნის მიღებას რა. ანუ რაღაც გამოცდილება უნდა მიიღოს სასწავლო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შენ განათლებას მიიღებ. და მე უკვე შეთანხმება თითოეულ მიმართულებას კვალიფიკაციაზე რას ნიშნავს, ხო, რა უნარები უნდა ქონდეს, მე კიდე ცალკე ხდება უკვე ეროვნულ დონეზეც ამისი გათვლა და უნივერსიტეტების დონეზეც. ანუ მაგალითად სოციოლოგიის პროგრამა ორ სხვა უნივერსიტეტში შეიძლება სხვა რაღაცის შესწავლას გულისხმობდეს. ანუ შეიძლება არის საბაზისო რაღაც კომპეტენციები, მაგალითად კვლევის უნარი, რაღაცა სოციოლოგიური თეორიები უნდა იცოდე ყველა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ შეიძლება ვიღაცა სწავლობდეს ერთ უნივერსიტეტში რაღაცა კრიტიკულ სოციოლოგიას და მეორე სწავლობდეს რაღაცა არის სწავლოს ეს კურსი და ისწავლოს სიტყვაზე ფემინისტური გაგება სოციოლოგიის და ანუ საბოლოო ჯამში გამოვიდეს რომ შინაარსებში არის განსხვავება, მაგრამ კომპეტენციების საერთო ჯამში არის მსგავსი და ამაში აი სტუდენტებზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით კიდე ერთი თავში რაც მომდის ხოლმე არის საცხოვრებელი ადგილები, რომელიც აი მაგალითად სიტყვას ჩავაბარე მე რაღაც კონკრეტულ ფაკულტეტზე და ეს ფაკულტეტი არის სიტყვას ბათუმში. ამ დროს ცხოვრობ მე აქ და ხელმოჭირნე ოჯახიდან ვარ, ავიღე გრანტი, რაღაცა დამატებითი ხარჯები უჩნდება ჩემ ოჯახს, რომ მე შემინახონ ბათუმში, ხო ეგრე გამოდის ანუ სიტყვაზე. ხა რაც საკეთებენ არის ის, რომ
საერთოდ არ ითვალისწინებენ რა საჭიროებები აქვს სტუდენტებს, თავის საჭიროებებიდან გამოდიან. მაგალითად, მათი საჭიროება არის, რომ ხელში ჩაიგდოს მაგალითად ქონება. და უნდა რომ ვაგეშტო საბურთალოში და მთელ საქართველოში, სადაც არის საჯარო უნივერსიტეტების ქონება, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს აბახმელაში ქონება, ილიას უნივერსიტეტს გრიგოლეთში აქვს კვლევითი ბაზა და ადგილები ხონი. კი, გემიყავს ილიას უნივერსიტეტს საერთოდ რა, წარმოგიდგენთ, რითიც იკვლევენ დელფინებს და უცებ აღმოჩნდება, რომ ვიღაცა შეუძლია ამის პრივატიზაცია გააკეთოს, იმიტომ აღარ ჭირდება უნივერსიტეტს. ან ბაკურიანში აქვს ყე, რომელიც არის ინჟინერიის ბოტანიკური, მაგალითად აი განხილვებზე ბოდიშო გაწყვეტინებს. რომ აი დაუშვათ ესეთი რაღაცა, რომ რა გინდათ, რომ ცალკე დარჩეთ, როგორც თქვენ გინდათ ისე, რავი, გააკეთეთ პრივატიზაცია ამ უნივერსიტეტის. სახელმწიფო ამას აღარ შეინახავს. ეგეთ შემოთავაზე თუ ყოფილა. 2 წლის წინ. რო გახდეს რავი, კერძო სიტყვაზე. არა, ფერს გავს. საერთოდ არ შემოთავაზება არ ხდება, ხდება წარსულში. მაგაშია პრობლემა. ხა, არა, უბრალოდ თვითონ ეს არის მართვის მეთოდია რა. აი წარმოგიდგენთ რა მოხდა ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ხო? უთხრეს რომ თქვენ დაგხურავთ ახლა და მე გაერთებთ და მე ამან გამოიწვია ის რომ შემდეგი 2 კვირის განმავლობაში იდგა ადმინისტრაცია და პროფესორად დღემდე ამბობენ რომ რა კარგია ეს რეფორმა, რა კარგია პარტია, რა კარგია ბიზნესი. და აი ეს არის თავისთავად მართვის მეთოდი, ხო? იქ სხვა უნივერსიტეტი რო ავიღოთ, ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასევე გაუგზავნეს კვოტები, უთხრეს რომ 5ჯერ უნდა შეგიმციროთ რაოდენობა მიღების. მე ეს ამ უნივერსიტეტმა დაიწყო ახლობლების გამონახვა ბიზნეს ივანიშვილის კარზე, გაუგზავნა ეს ახლობლები, იმათ შემოთვალეს კი ბატონო. კაი მარტო ორჯერ შეგამცირებთ. თუ რა შემოუწყო. საერთოდ შემოუცირებთ. ასტროარქეოლოგიები და რაღაცა. და ეს ჩაწყობა, ხო, თავისთავად რაღაც ფასად ხდება, ხო, არა ეს ხო არ არის უფასო ჩაწყობა. ანუ შენ რომ ჩააწყობ, იქ მე ვალში ხარ უკვე იმ ხალხთან ვისთანაც ჩააწყე. ანუ ეს არის მართვის მოდელი, რომ შენზე ხორცელობა კომუნისტური მე ხარ მოსწრებიო, მაგრამ რაც გამიგია ძალიან გავს, ხო, ამ იმას იცნობ. არა, მაგას ამბობს კიდევაც იქ დებატებში რო იწყებს, რომ 90-იანებში დაინგრავა განათლების სისტემაა და 90-იანებამდე რაც იყო კომუნისტურ პერიოდში და მაგას აპრავებდა იმით, რომ ჯავახიშვილიო ეგერ ისა რა ქვია კომუნისტების დროსაც და საბჭოთა ოკუპაციის დროსაც საქმეში იყო და მოდი მე ეხლა მინდა რაღაც ძალიან კონკრეტული კითხვები დავსვა, რახან ესე ბუნებრივად გადავიდით განათლების ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის თემაზე, მაგაზე მინდა დავსვა ჩვენ პრინციპში როგორც პოლიტიკოსი ისე მოგიწვიეთ უფრო ვიდრე განათლების ექსპერტი. ამ შემთხვევაში იმ ნაწილს ცოტა დავტოვებ, რახან ამაზე ვსაუბრობ. ეხლა მაინტერესებს აი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის ფარგლებში მე ერთი საინტერესო რაღაც მენიშნა. შეიძლება უბრალო მცირე დეტალია, მაგრამ მე ჩემი აზრით ამ მცირე დეტალში ჩანს ძალიან ბევრი რამ. როდესაც თავიდან ეს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი იდეა გაჟღერდა და მათ შორის იქ იყო სასკოლო განათლების კომპონენტი, უმაღლესი განათლების კომპონენტი და ყველაფერი, საპარლამენტო განხილვას ესწრებოდა და ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე საუბრობდა მინისტრის მოადგილე, რომელმაც ეს წამოწდენა არ იყო, ესე გაშლილად ისაუბრა, მაგალითად, რომ აქამდე აბიტურიენტებს რომ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ერთი ფაკულტეტი აერჩიათ, თითქოს მოხდებოდნენ მეორეზე გადავიდოდნენ, მეორეზე ვერ მოხდებოდნენ. მესამეზე ეხა ეს აღარ იქნება, მარტო ერთი იქნება. ფაქტობრივად ამბის ატეხვაც კი ვერ მოესწრო ამაზე, ისე მალე თქვა მე განათლების სამინისტრო ეგრე არ არის უკაცო, არ ინერვიულობთ, ეგრე არ არის. ანუ, მაგრამ იქ იყო გაშვებული რეფორმაზე სალაპარაკოთ მინისტრის მოადგილე, რომელსაც წესით ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ქონოდა ამ რეფორმაზე. აი ეს რა დასკვნის გაკეთების საშუალებას ვაძლევს. მე რამდენიმე ვარიანტი მომდის თავში, არც ერთი არ არის აქედან სახარბიელო ქართული ოცნებისთვის. ანუ ერთი ლოგიკურად ის ჩანს, რომ საერთოდ ვიღაცამ დაწერა ეს რეფორმა და ამათ უცბად გაცნობა ვეღარ მოასწრეს, საერთოდ და თვითონაც აიბრნენ. უშუალოდ განათლების სამინისტროში, რომელიც პირველ რიგში უნდა ყოფილიყო ამაში ჩართული, ან რა ვიცი, აი თქვენ რა ვერსია გაქვთ, აი ამ პატარა ვითომ მაგალითიდან ჩანს ძალიან უცნაურობა ჩემთვის. ეგეთივე მეორე მაგალითიც იყო, ოღონდ ცოტა უფრო გვიან, მეგონი რამდენიმე 2 კვირის თავზე როდესაც იგივე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სავალდებულო გახდება პროფესიული პროგრამების შემოხაზვა. ანუ აკადემიაში თუ ვერ მოხდება, უნივერსიტეტში თუ ვერ მოხდება, პროფესიულ სასწავლებელში მოსახლეობა და ისიზმრებოდა. ხო და არ ვიცი, შეიძლება მას რაღაცები მართლა ისიზმრება და ამიტომ რაღაცა პერიოდულად ისეთ რამეს ამბობს ხოლმე, რაც მე სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ მეორე ვარიანტი არის, რომ იმის განხილვა მოხდა, მას ეგონა რომ გადაწყვეტილი იყო, რომ ასე იქნებოდა და სინამდვილეში არ იყო. ან არ ვიცი რა ხდება შეიძლება. ანუ მე ზოგადად ეჭქვეშ დამიდგა, დავაყენე ჩემ თავთან, რო ვფიქრობდი ამაზე, რომ ზოგადად განათლების სამინისტროს შესაბამისი სპეციალისტები მაინც თუ არიან ამაში ჩართული. არიან. აი მაგალითად განათლების სამინისტროს აქვს ხარისხის მართვის ცენტრი, რომელიც ძირითადად მუშაობს უმაღლესებზე.
და იქ რა ვიცი მე ვერ ვიპოვე ადამიანი რომელიც ჩართული ყავდათ ამ საკითხის გადაწყვეტაში. ასევე არის საინფორმაციო სისტემა, რომელიც სტატისტიკურ ინფორმაციას ამუშავებს, ვერც იქ ვერ ვნახეთ. კიდევ არის გამოცდების ცენტრი, გამოცდების ცენტრიდან გაათავისუფლეს დირექტორი და იყო არის ესეთი ეჭვი რომ ამ ადამიანმა უთხრა რომ ეს რაღაცა ვერ არის თქო კარგი გადაწყვეტილება და ამისთვის გაუშვეს. ესე რომ ხო, ანუ თვითონ ეს მოდელირება, თქვათ, სად რამდენი ადგილი უნდა იყოს და ასე შემდეგ, ეგ ეკონომიკის სამინისტროში იკეთდება, ეგ ნამდვილად თქვათ კი ბატონო, თვითონ რეფორმა და მაგრამ ეგ თავისთავად იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროში საერთოდ წარმოქმნა არ აქვს რა გადაწყვეტილებებს იღებენ და უბრალოდ უწევთ მერე ამის გამართლება, ამ სხვაგან მიიღებული გადაწყვეტილებებს. და იდეაში ვინც ამ სისტემაში ყველაზე კომპეტენტური ხალხია, ის უნდა იყოს დასაქმებული განათლების სამინისტროში. ანუ იმათ რომ არის იგივე საპოლიციო რეფორმას რო აკეთებდა და შსს არ კითხო საერთოდ, ხო? არენდობიან იმათ, იმიტომ რომ განათლების სამინისტროში მუდმივად არის წინააღმდეგობა, ბიუროკრატია მუდმივად ეწინააღმდეგება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ იციან რომ შეუძლებელია იმის განხორციელება. ეხლა რაც გააკეთეს არის, რომ აიღეს ფული, რაც წინა ბიუჯეტში ჰქონდა, გადმოიტანეს ამ წლის ბიუჯეტში, მერე თქვეს რომ უფასო იქნება ყველასთვის, მერე აღმოაჩინეს რომ ორჯერ მეტი სტუდენტი სწავლობდა იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც დაპირდნენ რომ უფასო იყო, ეხლა იმ ორჯერ მეტის ადგილების განაწილებას ისე ცდილობენ, რომ სინამდვილეში არ ჩააბაროს ხალხმა, მაგალითად თუ იცი რომ ანუ ეხლა წარმოგიდგენთ ჩარშანდელი რაოდენობა და წლევანდელი რაოდენობა დაახლოებით ერთი და იგივეა, დაახლოებით 21-22 ადგილი თქვეს, მაგრამ ეს ადგილები ისე განაწილეს ახალში, რომ რა ვიცი, არ შეისოს, ხო, ანუ მაგალითად ასირიოლოგიაზე ორი კაცი რო აბარებდა და ისიც ჯერ პირველ კურსს რო გადიოდა სადღაც და მე გადადიოდა მეორე კურსზე. ამ მიმართულებაზე ეხლა 10 ადგილი მიცეს აქ ის ასტროარქეოლოგიაც და ის რაღაცა იბერია მცოდნეობა თუ რაღაცა, ხო, საერთო ადგილების რაღაც ნაწილს იკავებს. და იქ თუ არავინ არ ჩააბარეს, ამათ ფული დაეზოგებათ, ხო? ანუ სინამდვილეში ეს თუ არ მაგრამ იმათ ხელფას ვინ მიცემს, მე რა იქ ვინც დაკავებულები არიან პროფესურა. თუ ჩააბარეს და თუ არ ჩააბარეს არავინ, მაშინ საერთოდ არ დაჭირდება და ეხლა აი თვითონ სამსახურის გარეშე ეგრე. ხო და ეს ჯგუფი ვერ შედგება, პირობითად რაღაც თემას შეიძლება ის ჩაიხსნას საერთოდ არ ვიცი და გადაიყვანოს. და იგივე საკეთებენ, აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტს მიცეს 300 ადგილი, ხო? იმ 300 ადგილიდან მაგალითად 5 ადგილი მიცეს განათლების ადმინისტრირების პროგრამას მაგისტრატურაში. და იმ მაგისტრატურაში ის 5 ადგილი გინდქონია გინდა, იმიტომ რომ ის 5 ადამიანისგან შემოსული ფულით, ანუ 5 ადამიანის სწავლას რო დაგიფინანსებს სახელმწიფო პროგრამას ვერ დააფინანსებ. იმიტომ რომ 5 ადამიანის სწავლის ღირებულება არის 11000 ლარი, 11000 ლარად ერთ პროფესორს ვერ დაიქირავებ. ანუ პროგრამა შეუძლებელია რომ განახორციელოს. აი და შეიძლება მე თვითონ უნივერსიტეტმა თქვას რომ აზრი არ აქვს. მოდი ეს შევაჯამოთ, თუჯი აქ არის ხა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი კითხვა რატომ, ხო? და ძირითადად მუსირებდა ორი მიზეზი. ერთი იყო შენობებთან დაკავშირებული, რომ ამ რესურსის გამოყენება უნდათ. და მეორე თემა იყო, რომ ამით ეხმარებიან მთლიანი ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის ბიზანია ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც ვერ მუშაობს და ბიზინა გადარეული ამაზე რისთვის ჩავყარებულიო, იმას რომ შეეხიდონ რაღაცნაირად. ეს რომელია აქედან თუ ორივე კომბინაციაში თქვენი აზრი უფრო საითხრება ამ მოცემულობაში დღეს? თავარი არის მესამე. პირველი მიზეზი სინამდვილეში არის პოლიტიკური კონტროლის დამყარება. ანუ შენ ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით იმას, რა საკეთებს 2 წლის განმავლობაში, ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუტს ანადგურებს. მაგრამ მაგისტრის აუცილებელი იყო ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. მაგისტრის კონტროლის სტუდენტებს გაშლის მთელი საქართველოს მასშტაბით და კონცენტრირებული არ ეყოლება ძალა, რომელმაც შეიძლება უცებ გაუბრაზდეს და ქუჩაში ისეთი რაღაც არ ნახოს, რომ ანუ სამ მოტეხილში ეყოლება ფოთში, ბათუმში, თელავში და ეხა ის სტუდენტი ეხა ხვდები მთელი დღე მეცადინობს, აქ შეიძლება 2 საათი დრო რა გამოვარდეს უცებ მეტექნიკის თავაზე და იქიდან ეხა აგვერ ჩამოვა. მაგას აკეთებენ პირდაპირ, ხო? ანუ თქვენს რომ უნდა გავიყვანოთ თბილისიდან, თბილისი უნდა განტვირთოთ სტუდენტებისგან, ასე განტვირთოთ. ანუ რითი შეივსება ის ადგილი, ხო, სადაც ახლა სტუდენტები დადიან. ნუ კაც მარტივი იქნება ახლა რაღაცა თავისი შერჩეული ისე პრობლემა. ეგ არის ერთი ნაწილი. მეორე არის თვითონ ეს პროცესი, რაც თქვი, მოლაპარაკების და დაქვემდებარების არის პოლიტიკური კონტროლის ნაწილი, ხო? ან მე თუ მინდა რომ გადავრჩე, უნდა შევეხოცო პარტიას, უნდა თქვა ღიად რომ პარტია კარგია, პარტია კარგად იქცევა, რეფორმა 30 წელი არ ჩატარებულა, რა კარგია. რექტორები როგორც საუბრობენ იმ უნივერსიტეტებში. რისი მიღება უნდათ მაგით? ხო, ხო, აი რომ აჩვე ხო რეალურად იმედის მაყურებელი ძალიან ქართული ოცნების მხარდამჭერების ნაწილი არის ზოგიერთი არც იმედს არ უყურებ, უფრო რუსთავი ერს უყურებს შედარებით მეტი წილი. ეს იმედის მაყურებელი არის ძალიან აი ესეთი რაღაცა იმედის დონეზე რო არის დამოკიდებული ქართული ოცნების მესიჯებზე, რაც არ უნდა უთხრან, უბრალოდ რომ კობახიძემ დააპოსტოს, რომ ეს კაია განათლების რეფორმა, ისედაც იმას იზავდნენ და რისთვის დაჭირდათ ეს
რაღაცა შოუ. ხო, შოუების ზოგადად ასეთ რეჟიმში ჭირდება. ანუ ეს არის თანამედროვე ტიპის ავტორიტარული სისტემები, რომელიც მაგალითად არ მხოლოდ საქართველოში, არამედ მაგალითად უნგრეთში, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში მუშაობს შემდეგნაირად, რომ შენ ანუ უხეში ძალით კი არ ამყარებ რეჟიმს, არამედ ამყარებ პროპაგანდით მათ შორის. ეს პროპაგანდა რომ იყოს, რომ მუშაობდეს, უნდა მიიღო ყურადღება რა. ეხლა მაგალითად უფრო მეტმა ხალხმა რო უყუროს ამ გადაცემას, აქ რაღაცა ისეთი უნდა მოხდეს, რაც იქნება უფრო საინტერესო. ხო, ეხლა ჩვენ ეხლა ეფხარეს ვარ, ჩვენ რო ეხლა ერთმანეთს დავცხოთ და ვიკამავთ, რომ უფრო მეტი ხალხი უყურებს ამას, ვიდრე უყურებს იმ შემთხვევაში თუ აი, ვაპირებთ, დავაგაცადე, მე განათლების რეფორმაზე ვარ ერთმანეთს. ხო და კი, ხო და ამას აკეთებენ ახლა იმედზე, ხო? ანუ ყურადღების მისაპყრობად იმედზე და რუსთავიორზე. მანამდე იყო ასეთივე გადაცემა, ანუ რეალურად ასეთივე შოუ იყო, სახელმწიფო კომისია, წულუკიანი რო იყო ის. ანუ ადამიანები დგებოდნენ დილით, მიდიოდნენ ტელევიზორთან, რთავდნენ და უყურებდნენ რაღაც დრამას და იმ დრამას ყავდა გამარჯვებული, დამარცხებული, რაღაცა ტრაგედიებს ყვებოდნენ და ასე შემდეგ. კეისარი რომელიც ესე შვებოდა. ხო, ანუ ვიღაცა ისჭებოდა, ვიღაცას ყვებოდა რაღაც პირად ტრაგედიებს და რაღაცა სახელმწიფოს როგორ დაჩაგრა და ასე შემდეგ. და ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი მოიზიდო, იმიტომ რომ ჯერთი იმედს არ უყურებს მხოლოდ იმისი მაყურებელი, უყურებს საქართველოში ყველაზე დიდი რეიტინგი იმედს აქვს გამწუხდეს. ანუ უყურებენ წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანებს და ისინიც ვინ შუაში არიან და ხარნიკით არიან ხარნაკეთ. არის საქართველოში დასახლებები, სადაც მარტო იმედის ყურება შეგიძლია, იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლობის. და შესაბამისად, ეხა ესენი, ხო, მე რა ხდება ეხა ამ სტრუქტურაში, რა მხარდამჭერებში. ან აღნიშნავდა ხომ რომ დემოკრატიული პროცესია, ან რაღაცა ისეთ ფასად ქმნის, რომ აი რისკები ასწავლეთ რეალურადში, რომ აი ნორმალიზაციის რისკი არისო და რაღაცა მაგაზეც რო თქვენი ასე თქვა, აი მას მე რას უკვე შედგა ეს აი ეს პოლიტიკურ ნაწილზე გადავიდეთ და ის მინდა დავამთავრო რა გეხოცები ეგ იყო შემდეგი კითხვა უბრალოდ აი ეს განათლების ის მინდა დავამთავრო ამ ცნობილი ასტროლინგვისტიკის თემით. ეხლა კი ყველამ კარგად ვიცინეთ ამ უცხო პლანეტებთან ლაპარაკის შესწავლე ფსევდო მეცნიერებაზე გასაგებია რომ ეს სასაცილო თემაა. მაგრამ აი ხა მაგ ესეთი მარტივი ანალიზში წავიდეთ რა და მე ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ანუ ეს მათ შორის კობახიძისთვისაც გამოუვალი და უპასუხო არგუმენტი იყო და რა იცოდა ამაზე აშკარა უნდა ეთქვა არ იცოდა. ანუ მაგრამ ეს რო არსებობდა ფაქტია რომ ეცოდინებოდა. არ იცოდა არა, ეგეც არ იცოდა. კითხა და იმანოთ რომ ეს კოტაიშია. ხო, მოკლედ, ანუ ვიღაცა არსებობდა, ეგ უნდა ვთქვა. ანუ ამ ქვეყანაში არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია არა, მე დამაცადე ერთსა, მივიდე იქამდე. ანუ ამ ქვეყანაში არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია აი ესეთ მნიშვნელოვან ეგრეთ წოდებულ რეფორმაში, რომელიც სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში განიხილება, ჩასვას რაღაცა უცხო პლანეტელებთან კომუნიკაციის ფსევდო მეცნიერება და საუკეთესო შემთხვევაში თან ამის სავარაუდოდ შეერა ვინც ამას ჩასწორებს საჭიროება არ არის არა ეხლა უყურეთ რა ასტროლინგვისტიკა რა არის არსებობს ორი გაგება როგორც გაირკვა ასტროლინგვისტიკის რა არის ერთი არის რაც ლინგვისტებს აინტერესებს და ხელოვნური ინტელექტის და სხვა რაღაცა მათემატიკური მოდელირება არა ის მართლა მეცნიერებაა ну აი ისეთი ლინგვისტები არიან ჩართული როგორც აი მაგალითად ну სიტყვაზე იყო ჩომსკი და ის არის უნივერსალური ენის შემუშავების სავარჯიშო რა როგორ შეიძლება შემუშავა ისეთი ენა რომელიც გასაგები იქნებოდა ნებისმიერი მოაზროვნე არსებისთვის მათ შორის უცხო პლანეტელებისთვის და მაგიტომაც დაარქვეს ასტროლინგვისტიკა და ის მართლა მეცნიერებაა რა ანუ ცდილობენ მართლა ენა გამოიგონონ მაგრამ ჩვენთან ასტროლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სადაც არის ერთი პროგრამაა მან იგულისხმება, ანუ ვინც თუ მოусმენთ იმ ადამიანს, ვინც ეს პროგრამა შეიმუშავა და მიიტანა ქუთაისის უნივერსიტეტში, ის მისი მტკიცებით ქართული ენა არის შექმნილი რაღაცა კოსმოსური ძალების მიერ და დამწერლობა. ანუ სულ სხვა რაღაცა არის რა. ანუ ისიც კი არ არის, რაც შეიძლება ანუ ეს სავარაუდოდ ბიზნეს მოუყვა, იმას მოიწონა, თუ აი რო ის რა მოიწონა, მაგრამ თავისთავად ეს წიგნის სახელს გეტყვი, გადაიკითხე, ვიხვდები ბიზნეს რატომ მოიწონა. არა, მაგრამ თავისთავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამის შეტანა რანაირად გახდა შესაძლებელი, ამაზეც რო ვილაპარაკოთ. ეს აჩვენებს თვითონ ამ განათლების სისტემის მართვის სიმახინჯეს. საქართველოში არის რეალურად სამი უმაღლესი განათლების სისტემა. ერთი არის ჩვეულებრივი, რაც ჩვენ ყველამ ვიცით, მაგალითად, სადაც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია და ასე შემდეგ. მეორე სისტემა არის ეს არის რელიგიური სასწავლებლები, რომლებიც რეალურად რას უნდა იმას აკეთებენ, ანუ რა პროგრამებსაც უნდა იმას ადგენენ.
და მესამე არის ბიზნეს უნივერსიტეტი. ბიზნეს უნივერსიტეტი ცალკე სისტემაა. ცალკე სისტემაში რაც გულისხმობს, ცალკე კანონი არსებობს, რომელიც არეგულირებს მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს. ანუ წარმოგიდგენთ, ყველა უნივერსიტეტს არის სხვა უნივერსიტეტების კანონში ნათქვამი არის, რომ არ ეხება ქუთაისო. არა, ცალკე კანონი არსებობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ. ანუ ხო არის კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და კიდევ არის კანონი ბიზნეს უნივერსიტეტის შესახებ. და იმ კანონში, რომელიც არის სპეციალურად დაწერილი ამ უნივერსიტეტისთვის, წერია, რომ ამ უნივერსიტეტს არ ჭირდება აკრედიტაცია, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა მრჩეველთა საბჭო, რომელიც იტყვის, რომ კი ბატონო, ყველა პროგრამა რაც აქ არის აკრედიტებული. და აქედან გამომდინარე, რასაც პრეცედენტი რამე არსებობს საერთოდ სოფლიოში? არა, მე არ ვიცი, უნივერსიტეტზე. არა, მე ეგეთ რაღაცა არ. საბჭო შიგნით უნივერსიტეტშია? ხო და საბჭო უნდა იყოს საერთაშორისო საბჭო და ეს საერთაშორისო საბჭო როგორც ჩანს არც იცოდა ასტროლინგვისტიკის და ასტროარქეოლოგიის და კიდე იბერიათმცოდნეობის შესახებ, ის კიდე ცალკე პროგრამა არის რა. ხო და იგივე კაცის გაკეთებული. და მე მგონია რომ მაგის შედეგია ის რომ მაგალითად მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომელიც იყო ძირითადი პარტნიორი ამ უნივერსიტეტის დაარსების გავიდა. ეხლა ზუსტად აი 2 დღის წინ თქვეს რომ ჩვენო ამ უნივერსიტეტთან საერთო აღარ გვინდა რომ კონდესო და არ მეკურს რა, იმიტომ რომ რო გაიგებდნენ რომ ესეთ პროგრამები შეიტანეს რა. ხო და ესეთ ხო და რეალურად თუ რა ვიცი ესე წავიდა საქმე გამოვა რომ რაღაცა უნივერსიტეტები უცებ მიიღებენ შესაძლებლობას რომ განახორციელონ პროგრამები, რომელიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არის რაციონალურობასთან, ან თავიდან მეცნიერებასთან, მეცნიერებას შევიშვათ რა. ანუ არის ეგეთი პროგრამები, მაგალითად ასტროარქეოლოგიის პროგრამები სხვაგან, რომელიც სწავლობს მაგალითად რა ვიცი, როგორ უყურებდნენ სამყაროს ძველი კულტურები და იმასთანაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროგრამას. ეს არის ჩვეულებრივი ეზოთერიული სწავლება, რომელიც ამტკიცებს რომ რაღაცა მართლა უცხო პლანეტელებმა განსაზღვრეს. Good luck Mr. Gors. მოდი გადავიდეთ ახლა პოლიტიკურ ნაწილზე. შენ თუ არ ვწდები, სვამდი კითხვას, როგორ მისცა ლეგიტიმაცია სიმონ ჯანაშიამ ხელისუფლებას. ხო რა აზრის ხართ ახლა? ანუ ისაც რისკებში გეწერათ, თქვენ თვითონ მას მე რაც ახლა უკვე შორიდან შეგიძლიათ შეხედოთ მაგ ამბავს და რა გამოხმაურებებიც მოყვა და ხო აი მეორე უფრო ისეთი აი რისი ჩვენება უნდა თქვა, საკუთარი ამ ხარდამჭერებისთვის არ მგონია რომ ჩვენება უნდა ცდილობს რომ აქეთ აი ცოტა მერყევი ადამიანები მაგალითად გადაიბიროს ამ პროპაგანდის მიზანი ეგ არის რომ აი შუაში მყოფი ადამიანების მოდი ლეგიტიმაციის საკითხზე ვკითხოთ აი კონკრეტულად ლეგიტიმაციის მაინტერესებს ზოგადად აი ეს ზედმეტად ხო არ ჩავაჭიჭინდით არსებობს ესეთი სიტყვა ხო ამ ლეგიტიმაციის ცნებას მაგრამ თან ხოცების ხელს გვიწყობენ იმიტომ რომ ვინც არ გვაღიარებს აგე კანონებს იღებენ რომ თითქოს გვაჩვენებენ რომ თან აწუხებთ აი ამ ცნებას როგორ უყურებთ ზოგადად ხო ანუ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას არნიჭებს არა მხოლოდ ის თუ რაღაცა რამდენად აღიარებულია ის ინსტიტუციები რომელიც უნდა გაძლევდეს საშუალებას რომ ძალაუფლება გამოიყენა არამედ ისიც როგორ იღებ გადაწყვეტილებას და არამედ ისიც რა ტიპის გადაწყვეტილებას იღებ ანუ შენ ხა თუ უცებ გაირკვევა რომ რაღაც ასტროლინგვისტიკა მიიღე ბაზრის კვლევის შედეგად რაღაც აფინანსებ ასტროლინგვისტიკას და არა ფინანსებ ქართულ ენას, ამან შეიძლება კიდევ დიდი ალბათობით შენ ლეგიტიმაციას აზიანებს. იმიტომ რომ მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი მაგალითად რა ვიცი ვიღაცა ევროპელი პოლიტიკოსის შეხვდება თუ არ შეხვდება, არამედ შენი გადაწყვეტილებების აღიარება ხდება თუ არა საზოგადოების მიერ როგორც მათთან ლაპარაკი როგორც ვთქვათ მთავრობის წარმომადგენლებთან ეგეც ხო რაღაც ხრივ ირიბად აღიარებაა ხო მათი ამაკ. კი, ანუ აღიარებაა და ჩვენ აღიარება როგორც ფაქტობრივი მართველი. ძალაუფლების კონე ფაქტობრივი მართველი არის. ჩვენ აღიარებთ რომ მათ აქ ძალაუფლება მათგან ვითხოვთ რაღაცებს ხო არა მისგან ხო არ ვითხოვთ რა ვაშინგტონისგან რომ მაგალითად გაათავისუფლე პატიმრები ხო მათგან ვითხოვთ. მაგრამ მან ახლა მნიშვნელოვანი ნიუანსია რომ ჩვენ ასევე ვამბობთ რომ ამათ ეს ძალაუფლება აქვს უზურპირებული. კი ბატონო. და ეს ხო მოკლედ მოდი მაგნაწილზე გადავიდეთ ესე აქტიურად. ძირითადი ოპონენტები ვინც არიან ზოგადად მათ შორის დებატების, სვავენ ასე საკითხს, რომ შეიძლება პირობითად კონკრეტულად რაღაც არჩევნებში შესვლამ, ან პარლამენტში შესვლამ ისიც ცალკეული ძალების ესე მოჭრილად არ გახადოს ესენი ლეგიტიმური, მაგრამ ეს ყველა ასეთი ნაბიჯიო არის დარტყმა ამ არაღიარების პოლიტიკაზე და ამ წუთას ერთადერთი
ერთადერთი ეს არის რაც გვიჭირავს პროტესტს მყარად რომ ამათ ვიღაცები არ ხვდებიან და მათ შორის აშკარად აწუხებს. ან თუ გვატყუებენ რომ აწუხებთ და ამ კანონების მიღებას მიტოვებენ არ ვიცი. და აი ამაში მათ შორის კიდე რა არის შეკითხვა რა განათლების რეფორმა და დებატები დაიწყეს ისეთი თემებით რაზეც უარის თქმა უფრო ძნელი იყო ხო ფასები რაც ხალხს აწუხებს და მე იტყოდნენ რომ აი ოპოზიცია არ გველაპარაკება. დაიწყეს განათლების რეფორმით. მე ეხლა ნენა ნეიტრალიტეტზე და რუსულ ნარატივებზე გადადიან. და მათ შორის აქ არის კითხვა მოკლედ ეს პირველი ნაწილი რაც იყო რომ აი რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ისეთი ტიპის ლეგიტიმაცია და აღიარება ამათი რაც პროტესტის მხარეს დააზიანებს და აი ამ სადებატო თემებიდან არის თუ არა ისეთ უკვე როგორც პოლიტიკოსს ეგეკითხებით რომელზეც თქვენ კატეგორიულად არის საუბრებთ და ამ თემაზე თუნდაც ჩემ პოზიციებსაც არ წარმოადგენთ იტყვით იმიტომ რომ ამაზე საერთოდ არ უნდა ვისაუბროთ. ხო, რა ვიცი, არის ახლა წინა დებატი რაც იყო ჩვენ შემოგთავაზეს, ან ჩვენ ერთ-ერთ დამფუძნებელს ვაკურ კვაშილავას ევროინტეგრაციაზე საუბარი და არა მხოლოდ თემის გამო, არამედ თვითონ შემადგენლობის გამოც არანაირი ინტერესი არ ქონდა, იმიტომ რომ რუსთავი 2-ის დებატები და ეს დებატები, იმედის დებატები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ იქ ცდილობენ იმის სურათის დახატვას, რომ ოპოზიცია სინამდვილეში არის გოგა ხაინდრავა და ვატო შაქარაშვილი და შენ უცებ ამ იმაში სოუში უნდა გამოგიყვანო რომ შენ და ვიღაცა, ვინც აშკარად არ არის ოპოზიცია და მათივე სატელიტია, ერთ ხარას გახართ. და უნდა აი წარმოგიდგენთ ესე იგი სცენარი იყო ესეთი რომ ხელისუფლებას უნდა ისა რა ქვია ევროინტეგრაცია ანუ ისინი როგორ ხატავენ ხო ამას რომ ჩვენ ხელისუფლებას გვინდა ევროინტეგრაცია და ამისი ოპონენტები არიან ოპოზიციონერები თურმე იქ რაღაცა ხო მაგრამ იქ პარიტეტი მაინც არის დაცული დროის და თქვენზე ეგ ისიც იყო თქვენ მიმართ ნაკლებად ეგ კრიტიკა მაგრამ ეგ მაგ კონტექსტშიც გავიგე რომ იქ რო არ ალაპარაკესო და კობახიძეს რო 1 საათიანი სპიჩი ქონდაო ცოტა შეეწყვეტინებინათო მათ შორის იმიტომაც ქონდა ამ ხელას სპიჩიო რომ ესენიც ერთი-ორჯერ რო შეეწყვეტინეს ის გაჩუმდაო მაგრამ ესენიც ძალიან აკადემიურად ისხდენო იქო პროფესორებიო რახან არიანო ესე ბუნებითო ესეთი ხალხიო და ამიტომ ქონდაო კითხვის ნიშნებიო რომ სიკო ჯანაშიესო ტვინიკი გადმოსდის და ძალიან კარგი ბიჭია და ძალიან გვიყვარს მაგრამ ამ დებატებში ცოტა თავზე დახურებაც საჭიროა. ცოტა ხულიგანი იყო იქ საჭირო სტუდიაში. მეტი რა გვიქნა. ახლა კი ბატონო, მეტი ხულიგნობა შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, თქვენ თუ დააკვირდით, იქ იყო ხულიგნობის ელემენტები. ანუ ჩვენ მარტო ამას ამოგიჭრია. აი წავაგდეთ, ამას ამოუჭრია. როგორი კონცეფციის საქმეს ვაკეთებ. კი ბატონო. ანუ იქ მიზანი საბოლოო ჯამში ამ დებატებში არ არის მხოლოდ თქვა რაციონალური არგუმენტი, ანუ იქ არის კიდე იმისი ჩვენება, მიზანი. სიტყვაში აჯობოო რო ამბობენ, ხო? არა, მარტო სიტყვაში აჯობო არა, აჩვენო რომ შენ გაქვს ძალაუფლება რა და ამ ძალაუფლებას ვერ წაგართმეს და დაქვემდებარებული არ ხარ, ეგ უნდა აჩვენო აუცილებლად. და ეგ უნდა აჩვენო იმისთვის, რომ რწმენა დაუბრუნო ჩვენ მხარესაც, ვინც არის წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ მე ვისაც ველაპარაკებოდი, საბოლოო ჯამში აი ესე რომ მიყვებოდი, ხო, ლეგიტიმაცია ხშირად იყო ეს არგუმენტი, მაგრამ რომ მიყვები ამ არგუმენტებს, ბოლოს ატყობ, რომ ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული, იმას ბოლომდე არ ჯერო შეუძლია გაიმარჯვოს. და გონია რომ ეს პროპაგანდა იმდენად ძლიერი მანქანაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სიკო ჯანაშიასნაირ ადამიანს დაამარცხებს და რა ვიცი, აი, კითხოთ აბა ოცნების მხარდამჭერებს რა იყო იქიდან არგუმენტი და რა იყო აქედან არგუმენტი და რომელი უფრო მყარია. იქიდან იყო რაღაცა თუთიყუშივით გამეორება. არგუმენტი იყო ის, რომ არგუმენტი არ არის. ხო და ეს რამე ინტერპარტიული კონსულტაცია ან მაგალითად ისეთ ადამიანებთან ვინც ამ საკითხებზე ვთქვათ მონიტორინგს აკეთებდა და რა ვიცი მუშაობდა მათ შორის რაღაცა ჯანდაცვასატოდ განათლების იმეებზე რა ქვია საკითხებზე იქნება არასამთავრობო სექტორიდან იქნება ეს თუ ასევე პოლიტიკური პარტიებიდან რომელსაც რაღაც გამოცდილება აქვს განათლების სამინისტროში ან განათლების რეფორმებთან მუშაობის. აი მათთან რაღაცა აი კონსულტაცია თუ გაიარეთ ან რაღაცა ინფორმაციული შევსებისთვის ან მაგალითად ინტერპარტიულად თუ არის რაღაცა ისეთი ფორმატი სადაც მინიმუმ ერთმანეთთან გაივლით იმ საკითხებს პოლიტიკოსები, რომ აი ამაზე ღირს მისვლა, არ ღირს თუ ღირს ვინჯობია იყოს თუ მივალთ, რა თემებს წამოვწევთ. იმიტომ რომ ის მოდის გამზადებული, აი მაგალითად მაგდა ანიკაშვილი სულ იმას იძახდა, რომ ერთიო მწირი რესურსებიო, მეორე რაღაცა არგუმენტები არ არსებობსო და ანუ რაღაც ესეთ სამი ჩარჩო ქონდათ, რაღაცა რომლის ირგვლივაც სულ ტრიალებდა ორივე რა. მიქანაძეს და ისიც. ამოვაგდეთ იმ ჩარჩოდან, ეგ იყო. და მათ შორის მომზადებული ქონდათ არგუმენტები, რომელზეც უნდათ რომ ეპასუხათ, თქვენ არ გაგიჟღერებიათ თუ დააფიქსირეთ და გეუბნებოდნენ ამათ კი არ უთქვავსო, იქ ყობახიძე, მაგრამ ზოგადად იმ ხარიდან ჟღერდებოდაო და მაინც უპასუხა მერე. კი. ხო და აი რამე თუ არის ესეც შესამზადებელი ფორმატივით საკონსულტაციო, მე მგონი ეგეთი პატარა დროის გამოყენ თუ იყენებ, ეგეთ დროს ისე უნდა გამოიყენო მედია მომზადების ტრენინგივით, რამე ტრენინგიც არა რაღაც ხო. მქონდა საშუალება გამევლო კონსულტაცია სამ სხვა ჯგუფთან და ნუ კიდე ჩვენ შეგნით ვარჯიშობდით იმაზე
რა უნდა გაკეთებულიყო. რა ვიცი, თუ დააკვირდებით, რა ხდებოდა იქ, ანუ ისინი მოვიდნენ თავის ჩარჩოზე და ჩვენ ჩარჩოდან ამოვაგდეთ ისე, რომ მათ მოუწიათ გაგრძელება გადაცემის და რომ მიხვდნენ, რომ გაგრძელებულ გადაცემაში ბოლო ნახევარ საათში ჩაგრავთ, ეგრევე მოჭრეს. ანუ ეგ ან ბევრი რაღაცა რაც იქ გავაკეთეთ, იყო არა სპონტანური, არამედ იყო წინასწარ დაგეგმილი. მაგალითად, ახლოს მისვლა, იქ რაღაცა სურათების მიცემა, ისინი როცა ლაპარაკობენ, რაღაცების ჩვენება ერთმანეთისთვის, წინასწარ მომზადებული პასუხები და მე პასუხიდან გადასვლა შენ მომზადებულ ტექსტზე. ანუ ბევრი ეგეთი რაღაცა იყო. და შეიძლება ეგებზე იყო ცოტა ისეთი მომენტი. აი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყანა, მაგალითად, რომელი რეიტინგებში არის ჩვენს ზევით. რაც ადეს. აი თვითონ რაც ადეს, რომ დავაკვირდეთ. ესეთი ეხლა რას აკეთებენ, რას ცდილობენ კიდე შემდეგ დებატში იმედზე. იმ დებატში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძეს ეგონა, რომ ყველა კარტი უდევს ჯიბეში და შეუძლია მოიგოს ნებისმიერი კამათი. თან ქონდათ მომზადებული, ეხლა სცენარი იყო დადგმული ესეთი, რომ მაგალითად რომ მივედით იმედში, დაგვდა ჟურნალისტი, რომელიც გვეკითხება, აბა გითხარით რა არგუმენტები გაქვთ? ანუ წარმოიდგინე ეს დადგმულია. რა თქმა უნდა. მაგრამ წინასწარ ის კი არ უნდათ რომ გამოვეტეხე, წინასწარ უნდათ რომ ის სცენარი დაწყებულიყო იმით რომ მე არგუმენტს ვერ ვეუბნები გადაცემამდე, მე ვერ ვეუბნები გადაცემის დროს და მე ისინი ამბობენ რომ აი ვერ გვეუბნებოდნენ გადაცემის დროს და კი გავითვალისწინებთ რაღაცა 1-2 არგუმენტი ქონდათ და იმას გავითვალისწინებთ. და ეს სცენარი მთლიანად დადგმული იყო, ანუ მაგალითად დებატის მერეც დადგმული სცენები იყო რა, იქ მაგალითად როგორ დგება იმის რა ქვია სტუდიის შუაში და როგორ ითხოვს რომ აი მელაპარაკეთ მე თუ რა, მე ეგრევე გამოვედი ხო, აი კადრები ვარ გინახავთ რომ იქ მე ვდგავარ და ველაპარაკები კობახიძის, მაგრამ აი ლეგიტიმაციაზე როცა არის ლაპარაკი, ეგ იყო უფრო მნიშვნელოვანი მათთვის, რომ ეს სცენა დადგმული იყო, რომ ვიღაცა ხალხი მიდის და კონსტრუქციულად კოფი ბრეიკზე რო საუბრობენ შინაურ. სინამდვილეში ისეთ საუბარი იყო, ისინი ვინც დარჩენ, იმათ შორისაც ისეთ საუბარი იყო, რომ ის გადაღებული ვერ გაუშვეს, იმიტომ რომ სამართლიანო იქნებოდა მათთვისაც ის ტექსტი. ანუ ეს გადაც კამერების გამორთვის მერე, პირდაპირ ეთერის გამორთვის მერე იყო. მერე იყო გადაცემა, მერე იყო კამერიანი ტიპი, რომელიც იღებდა როგორ ელაპარაკებიან ნინო დობორჯგინიძე, ლევან გორდეზიანი და ლიკა ღლონტი მას. მე ეგრევე წამოვედი. და მე რო წამოვედი, მე იქ მოსამზადებელ თუ რაც ქვია მოსაცდელ ოთახში მოვიდა პროდიუსერი და მეუბნება წამომზადითო იქ ბატონი ირაკლი ელაპარაკება იმათ და თქვენს უთხარით რაც ვერ მოასწარით რა კარგად გამოხვედით რა კარგად ისაუბრეთ და მაგას მეუბნებოდი რომ ხარ ხარიათ მეთქი რა ხო თვალთ ეგეთ სულელი გონი ვართ რომ მაგას ვერ ხვდები ხარ ასე წაკეთებთ რა სცენარი არა ეგ ჭირდებათ იმისთვის რომ აი როგორ კონსტრუქციული და მე მაგ სცენარის ნაწილი კიდე სხვა რაღაცებიც იყო მაგალითად გამოსვლის დროს როგორ დგება ფოიეში და გეუბნებიან წამომზადეთ და ისე უნდა გავიაროთ თუ რაღაცა რომ მე ის დაგემშვიდობოს ესე კეთილად და ასე შემდეგ. ხო და ნუ ბევრი ეგეთი რაღაცები ქონდა გათვლილი. მაგალითად, შემოსვლის სცენა როგორი უნდა იყოს, რომ შემოდის ესალმები, არ ესალმები ზიხარ, დგახარ, რას აკეთებ, ხო და თავიდან ჯერ თქვენ დაგსვეს. იმათ არ დაგსვეს, ჩვენ თუნ დავჯექით. ხო. ანუ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ესე ყოფილიყო. მაგალითად, თავიდან უნდა ყოფილიყო სტუდენტებიც. მაგალითად, გითხრეს, რომ იქ დარბაზში სტუდენტები ისხდებიან. ეხლა იქ რო გავიგეთ, რომ სტუდენტები ისხდებიან, მაშინ მე მივხვდით, რომ ეს იქნება რაღაცა კიდე ერთი შესაძლებლობა, კიდე ერთი რისკი, რომ იქიდან წამოვა მარგინალიზების შესაძლებლობა, რომ სტუდენტები იტყვიან, რომ აი ჩვენ მოგწონს რეფორმა და თქვენ ვინახავთ თუ რაღაც. ან იქ ჩაწყობილი კითხვები, რომ რაღაცა რა კარგია ბატონი ბიზინა, მართლა უფასო იქნება სწავლა და ისინი რა თქმა უნდა ხო და ამის საწინააღმდეგოთაც იყო ხო მთელი მუშაობა რა გაწეული მაგალითად ანუ ნაღმი იყო ყველა ფეხის ნაბიჯზე კი და ამ ნაღმების განეტრელება მე ხდებოდა ხო სულ მუდმივად რა მაგალითად ჩვენ ამ სტუდენტებზეც მივმართეთ და უთხარით რომ ჩვენც ყავს სტუდენტები ვისაც მოსვლა უნდა და იმასკენ დაუშვეთ სტუდენტები და ამაზე პასუხი იყო რომ არაო ჩვენო ვიმუშავეთო ბევრი რომ ისინი შეგვეგროვებინაო და ეხა არაო მაგრამ აი შემდეგ დებატებზე ვიც გაგიხარდებათო და ბოლოს იქამდე მივედით რომ თვითონ გვითხრეს რომ აი თქვენებს გული რო არ დაწყდეთო ამიტომ სტუდენტებს გავაუქმეთო და ნუ ეჭვი არის რომ ეს არგუმენტი უნდათ რომ გამოეცლიათ ჩვენთვის რომ აი რაღაც ჩაწყობილი სტუმრების არჩევანს როგორ აკეთებენ დაახლოებით მაგაზე მე მგონია რომ ამ შემთხვევაში ეს იყო კობახიძე რა იმიტომ რომ კობახიძემ რამდენიმე კვირით ადრე თქვა რომ რანაირი განათლების ექსპერტები ყავს აზრს ვერ აყალიბებენ ერთი მოვიდნენ და დამიჯდნენ იმაშიო დებატებშიო რა ხო და მე მგონია რომ ეგ იყო მე დავალება პროდიუსერებისთვის რომ აი ხა ვინც ყველაზე მეტს აქტიურობს ისინი მოიწვიეთ
განათლებაში და მე ერთი გადავუარო მაგათ აბა რა შეუძლიათ იმასთან ცოტა უკრის რა და გონია რომ ეხა ნებისმიერს მით უმეტეს ის რომ წაიკითხა და მონაწილეობა მიიღო იმ კონცეფციის შემუშავებაში სავარაუდოდ გონია რომ ეხა მაგათ რა უნდა მითხრან კანონპროექტი ვისი დაწერილია აი რაღაც ავტორები ხო კანონპროექტი არა კანონპროექტი ანუ 4 გვერდიანი რაღაც კონცეფცია იყო არის ჭორები რომ კობახიძის დედაც იყო ჩართული იმიტომ რომ დედა ადრეც იყო მაგალითად ქართული ოცნების პირველი საარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილი მისი თანაავტორობით არის დაწერილი ადრე მუშაობდა ხარისხის განვითარების ცენტრში და იყო ნუ რაღაცა ჭორები რომ ისიც იყო ჩართული მაგრამ სხვა ვინ იყო ჩართული კობახიძის გარდა არავინ არის ხო და ეგ აი ეს მომზადება და ის რომ მაქსიმალურად ჩვენ შევძლებოდა რომ რაღაცები წამოგვეღო მათ შორის მაქსიმალურად მოშლოდა ნერვები, ამოვარდნილიყვნენ წონასწორობიდან და ასე შემდეგ. ეგენი ჩვენ დამუშავებული ქონა. ეს იქ სპონტანურად კი არის. ვისაც გონიათ რომ სიკო ჯანაშიასნაირი გაწონასწორებული და აკადემიური ხალხი იმ დემაგოგთან არ მიიშვება, არც ჩვენ დავაკელით დემაგოგია. მე მაგალითად ქონდა შეხვედრა ერთ-ერთი ჯგუფი, ვისაც კონსულტაცია გავიარე, არის ის ხალხი, ვისაც ქონია დებატები მასთან და ზუსტად იციან რა შეუძლია გამოიყენოს წონასწორობიდან, რა არის მისთვის პრინციპული, რა თემებზე არ უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ თulis რომ ეს არის მისი ძლიერი მხარე და მაშინვე შემოგიბრუნებს. ხო, იქ იყო რაღაც შემთხვევები, რომელიც მე მაგალითად მგონია რომ ხო, ნუ შეიძლება და სხვანაირად წასულიყო და უკეთესი ყოფილიყო. მაგალითად კონსტიტუციას დაუწყეს თუ არა ლაპარაკი, ეგრეთ გამოვიდა თქვა რომ მე ხა კონსტიტუცია ჩემი დაწერილია და რაღაცა ეგეთი ტექსტები. ის საინტერესო იყო ის იმაზე რომ ვთქვით განსხვავებაზე დებატებს და დისკუსიას შორის. ეგ ადრეს მოსული ერთ-ორჯერ და მომენტალურად ბრაზდება როგორც კი მიხვდა რომ თქვენ სწორ რაღაცაში გამოიჭირეთ, არა ეგრეა. ანუ ეს რომ იმართება ეგრეა. არა, ნუ თან ის ხაზი რომ ერთ-ეგოს იმეორებს რა, მაშინ ის ხაზი რომ ერთ-ეგოს იმეორებს რა, მე ის უნდა გაუწყვიტო რაღაც მომენტში და ეგეც იყო ხო ჩვენ ის ან თავიდან რომ მივედით, ჩვენ ვიცოდით რომ ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვიცოდი რომ რაღაცა ხერხებს გამოიყენებენ იმისთვის რომ ჩვენ გამოგიყვანან წყობიდან და მაგალითად ერთ-ერთი იქნებოდა რაღაცა არ ვიცი პიროვნული შეტევა ან მეორე იქნებოდა ეს რაღაც უაზრობა როცა ერთ-ეგოს იმეორებს და შენ ნერვები გეშლება რომ აკადემიური ენით არის შეურაცხყოფა. აი მაგათ აკადემიური ენაა თქვა რომ აი ამხელა პროფესორი ხალხი ხართ თუ ესა და არგუმენტს ვერ ამბობთ. ანუ ხო ვითომ არ შეუგინია კაცო დავარცხნილი სიტყვებით ხო, მაგრამ ეს არის შინაარსობრივად შეურაცხყოფა, ხო? ხო და მაგალითად გაწყვეტინებას და აი მაგალითად აი რომ არ ვიცი თუ აზრს რო გაწყვეტინებს პირადად თავს გესხმის და ხო მაგრამ როგორ აკეთებენ ამას ხო აი თუ ნახოთ მე ხალხს ვაწყვეტინებ რა ვიცი. ხო მაგრამ როგორ იყო დააკვირდეს ვიც თქვა კრიტიკულად იყო იქ გამაწყვეტინეს თუ ვერ გამაწყვეტინეს და საერთოდ ცადეს თუ ვერ ცადეს და გამაწყვეტინეს თუ ვერ გამაწყვეტინეს და ეგ გაწყვეტინებენ თუ არა მანდ არის ძალიან მყიფე ბალანსი დასაცავი ხო რომ არ უნდა აცალო რომ გაგაწყვეტინო მაგრამ არ უნდა გამოჩნდეს რომ თავხედი ხარ ხო ან ისე არ უნდა გამოხვიდეს რომ ვიღაცამ თქვას რომ ეს არ ალაპარაკებს ხალხს ანუ სულ თვითონ ლაპარაკებს ხო ესეც არის და ანუ იქ მაგალითად იყო სამი სხვა რაკურსი რა რომელზეც ვისთან შემეძლო მელაპარაკა ერთი იყო ეს კობახიძე მიიქანაძე მეორე იყო ისე მაგდანიკაშვილი და მესამე იყო კამერა და ესენი რო იწყებდნენ გაწყვეტინებას მე უყურებდი კამერას და გიждდებოდნენ იქიდან ხმები ისმოდა გასაგებია ის იძახდა დემაგოგია რაღაცა და რეალურად მაგ მომენტში მარტო ის კი არ არის მნიშვნელოვანი შენ რას ამბობ, არამედ აჩვენებ თუ არა საზოგადოებას რომ ძალაუფლება შენ გაქვს და არ დათმობ. და მე მგონია რომ ესეთი ნიუანსები გასაგებია რომ შეიძლება ვერ დაიღოს ადამიანი ვინც არ უარჯიშია. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ხა რაც თქვა თვალში არ მომხვედრია, რაღაც დეტალური პატარ-პატარა გარჩევები და ვიდეო, საინფორმაციო ვიდეოები ერთის დავიწყეთ თავიდან და ძალიან სიღრმეებში რომ შევედით რაღაც იქ სტუდენტების საცხოვრისებზე და ასე შემდეგ. თქვა ის რაღაც აკადემიური პერსონალი, ვინც სტუდენტებთან კონტაქტში არის და ვინც ახლა უნივერსიტეტების თემაზე აქტიურია. ავჩი ჩემს ძალიან საინტერესო იქნებოდა ესე წვრილ-მაწვრილ რაღაცეებზე ჩასული, აი ეგეთ რაც აი ამ ცვლილებებს რა პრობლემები მოყვება, მაგალითად სტუდენტებისთვის ცალკე და მასწავლებლებისთვის ცალკე, რომ აბიტურიენტები, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან მეცადინეობით, შეიძლება საერთოდ ვერ მიყვებოდნენ ესე, აი ვიღაცამ მეზობელმა მოუტანოს ამბავი ან რაღაც და ამ დროს სადღაც შეიძლება წააწყდეს და ნახოს, მე მგონია რომ კარგი იქნებოდა საინფორმაციო პატარ-პატარა ვიდეოები ეგეთ რაღაცაზე, ხო, მოდი ეხლა გადავიდეს მე მგონია პოლიტიკური პარტიის ნაწილობრივ გადავედით ეხლა პრინციპში დებატების მაგის ნაწილია, მაგრამ ეხლა მაინტერესებს უშუალოდ თავისუფლების მოედანთან დაკავშირებით
განვითარებული მოვლენები დავარქვათ ამ ამბავს, რამდენიმე ნიუანსზე მაქვს კითხვა. პირველ რიგში აქამდე ეგრეთ წოდებული ეს ერთობის თემიდან რომ დავიწყოთ, აქამდე უალტერნატივოდ ისახებოდა, რომ ხო რაღაცა ტიპის გაერთიანება თუ არა კონსოლიდირება მაინც ჭირდება ოპოზიციასო. ამაზე ყველა თანხდებოდა, ერთადერთი შეიძლება რაზეც ვერ თანხდებოდნენ არის იყო ამის ფორმები და ასე შემდეგ. დღევანდელმა ეხლა ჩვენ როცა ეს გადაცემა იწერება, დღევანდელი ქვია ლელოს განცხადებამ გვაჩვენა, რომ პრინციპში გაემიჯნენ, დელიკატურად, მაგრამ გაემიჯნენ. მანამდე ვნახეთ საინტერესო სიტყვათა გაცვლა ინგა გრიგოლიას გადაცემაში თქვენი პარტიის ლიდერს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერს შორის და ზოგადად მაინტერესებთ როგორ უყურებთ ამ ერთიანობის პარადიგმა დავარქვათ ამას თქვენ პირადად ოღონდ ისე რა თან როგორც თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი იმ პირობებში ხარ ცოტა ცოტა კითხვას თელი რო კონტექსტი რო გავშალოთ იმ პირობებში როდესაც აქამდე რაღაც ისე ჩანდით რომ რაღაც ენთუზიასტი ხალხის ერთობა იყავით, რომელსაც იმხელა პოლიტიკური წონა არ ქონდა, რამხელა უნარიც ქონდა, რომ შეიძლებოდა ქონოდა, იმიტომ რომ ფინანსური რესურსის ნაკლები ქონდაო, მაგრამ ახლა ისეთი ყრილობა ჩაატარეთ, თითქოს ეს ფინანსური რესურსის გაჩნდაო და უფრო მეტად დამოუკიდებელი მოთამაშის რესურსი გაგიჩნდათ. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ უყურებთ ამ ერთიანობის საკითხს და ფულზე მე ცალკე კითხავთ საიდან გაქვს. კი ბატონო, მაგრამ პრობლემა არ არის. ერთიანობას რაც შეეხება ჩვენ ვართ ყველა გაერთიანებაში რაც კი რამე შექმნილა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთზე არ გვითხოვს უარი სხვა ყველაში არის მაგრამ აი რამდენად არის ჩართულობის და პასუხისმგებლობის აღების პირობა ეგეც მაინტერესებს მე რასაც ხედავ მაგას უყურებ რომ ბევრ ჯგუფშია ყველა იქ რაღაცა ერთმანეთთან ის კი არა რომ რაღაც კონფლიქტი აქვს მაგრამ საერთო ჯამში ამ ყველაფერმა რომ რაღაცა შედეგი დადოს ნაყოფი გამოიღოს უნდა იყოს რაღაცა აღებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მე ამ აღებული ვალდებულებების შესრულებაში და ერთმანეთთან პოლიტიკურ პარტიებს ესეთი ურთიერთობები მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ რომ ეგეთი ურთიერთობის ფორმატი აქვს რა სადაც რაღაც კონკრეტული ფუნქციები თუ რაღაცა სტრატეგიული გადაწყვეტილებებია და მე იმ გადანაწილებულ საქმეებზე ყველა თავთავის პასუხისმგებლობას იღებს რომ აი შესრულდა არ შესრულდა მე ვერ გავაკეთე იქნებ შენ გამოგივიდეს ან რაღაცა ესეთი რა ხო ამ ერთობების პრობლემა მე რას უყურებ არის ესეთი რა ჯერ იწყება სულ ავსი დებატები თუ დისკუსია იმის შესახებ რა უნდა იყოს თამაშის წესები იმის განსაზღვრის გარეშე რა უნდა იყოს თამაში ხო და ნუ ახლა რა ვიცი რომ დავიწყოთ ახლა წარმოგიდგენთ სპორტზე ლაპარაკი და თქვათ რომ ჯარიმა რა შემთხვევაში ინიშნება და საერთოდ არ ვიცი რა თამაში უნდა იყოს თამაში მოკლედ აი მაგიდაზე რომ დადოთ აი მოგა თამაში არის ძალიან მარტივი რა ანუ არის წინააღმდეგობას გააძლიერებს ის თუ ძალების გაერთიანება მოხდება რესურსების გაერთიანებაც მოხდება და თუ ეს გაერთიანება გამოასხივებს ძალას, რომელიც დაანახებს საზოგადოებას, რომ ალტერნატივა არსებობს ოცნებისთვის. იმიტომ რომ პრობლემა არის ის, რომ უმრავლესობა იცის, რომ უნდა წავიდეს ოცნება, სიამოვნებით გაუშვებ და თუ ეცოდება, რომ არსებობს კარგი ალტერნატივა ამის. ამ ალტერნატივაში ხოლგას გულისხმობ თუ სხვადასხვა პარტიებს, რომლებიც ხოლგას რას გულისხმობ ხა მაგას კითხავს. ხო, რა ვიცი, აი, არ ვთქვათ პოზიციონირება როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი კონკრეტული, არამედ როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ერთი ხოლგის ქვეშ სხვა პოლიტიკოსებთან ერთიანდება და ალტერნატივას თავაზობს მოქალაქეებს. გაერთიანების ბევრი სხვა ფორმა არის, მაგალითად არის კოორდინაცია, ყველაზე სუსტი ფორმა, ხო? ანუ ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ, ერთმანეთს ვეუბნებით, რომ მე არ იყოს რაღაცა შენ თუ აპირებ სიტყვაზე ყრილობის ჩატარებას მე თავს არ დაგესხმები. ხო, ეს კოორდინაცია აშკარად არ გვაქვს. ჩვენ ყრილობას ვატარებთ, ვიღაცები თავს გვესხმიან. მაგალითად, ამაზე უფრო ძლიერი ფორმა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არა, გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ ყველაფერზე რა, მაგალითად, ყველაფერზე ან ძირითად საკითხებზე. ნუ აი მაგალითად თავდასხმის იმ ფორმაზე რა არის ხართ ავტორიტარებს რო არ უწოდოთ ერთმანეთს. ეგ თავდასხმა არ ვიცი. არ ვიცი. აზრის ხარ. თქვენ როგორ აი მაგალითად ვიღაცამ რომ რაღაცაებს გავსი გიწოდოთ, როგორ აგიქვავთ, თავდასხმად აგიქვავთ თუ ჩვეულებრივ რაღაც. ხო აი მაგალითად კობახიძე რო თქვა. მე სხვათა შორის გეთახმები. წინა ხელისუფლების ნაწილი. აი მოდი გადავიდეთ მაგ თემაზე და დაასრულეთ ჯერ თუ. ხო, ანუ ხო და მე მგონია რომ პრობლემა ეგ არის რომ ჯერ მოდი ესე ვთქვათ რა, აი თავისუფლების მოედანი ვაკეთებთ რაღაცა განათლების კამპანიაში ვარ ჩართული, სასამართლოსთან გვაქვს კამპანია. ცალკე კამპანია არის რომ საქართველოს რაღაცა მომავლის განსაზღვრა ხდებოდეს და იქ გარდამავალი რაღაცა პროგრამა გვაქვს რაღაცა რა და ვამბობთ რომ კი ბატონო თუ ვიღაცისთვის პრობლემაა ეს კამპანიები ვინმე თუ თulis რომ
ხელს უშლის წინააღმდეგობის გაძლიერებას, კი ბატონო თქვი. სხვა რამეს თუ აკეთებთ, გითხარით და მხარს დაგიჭერთ, პრობლემა არ არის. მაგრამ ის თვითონ ის კამათი, ესე რატო თქვი, ისე რატო არ თქვი, ეს რატო მიწოდე, ის რატო არ მიწოდე, რაღაცა. ჩემი აზრით, საქმის კეთება საერთოდ არ არის. აი, პირობითად ისეთი ტიპის ის არის უბრალოდ ის არის რაღაცა კინგლაობა. თანამშრომლობა რა საერთოდ არ აინტერესებს არავის გარდა ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები. ბოლო რაც იყო თავისუფლების მოედნის და ასამბლეის რაღაცა ერთ გუნდში გაერთიანებას ეძღვნებოდა, ხო ეგრე გამოდის? არა, ერთად დავგეგმეთ უბრალოდ. ერთად დაგეგმეთ და ამ განაცხადი რა იყო, თქვა თქვენი და ასამბლეის ერთად რა უთხარით საზოგადოებას, რომ აი ერთად რას აპირებთ. თავისუფლების მოედანმაც ვიშოვეთ ფულიო, ეგ გითხრეს. არა, ეგ არ გითხრას ნამდვილად, იმიტომ რომ ხა თქვენ თქვენეთ რომ ძალიან ძვირიждება ესეთი რაღაც გაკეთება, ეგრე არა. აი ეგეთი რა ჯდება. მოდი ბარემ გიცი. აი, ეგ დაახლოებით ჯდება, დაახლოებით 30000 ლარი. ლარი, ოკეი. რაც საერთო ჯამში საქართველოში არაფერი არ არის. მე მეგონა მაგდენიც არ გქონდათ. აი ისე ვიდაუბრუნდით, ანუ ასამბლეას და თქვენი თანამშრომლობა. ზოგიერთი ჩვენზე გამოსთილი, მაგრამ ასევე პატარა პარტიები ყოველ თვიურად. fundraising-ით, ხო? რა შეგიძლიათ ნახოთ რა. რაღაც ჩვენ არ გვირიცხავს არავინ არ აქვს. კარგად არის ხო. ხო და აი ანუ თქვენი ესე ვთქვათ, ერთად დაგეგმილი ივენთი ყრილობა, რომელთაც ერთად წარდგით საზოგადოების წინაშე და მოქალაქეების წინაშე რაღაცა ფუნქციას უნდა ატარებდეს, რაღაც პროდუქტის გამოშვებას გეგმავთ, ხო, ესე რომ დავარქვათ, ხო? რაღაცა თქვენი ერთობლივი აქტივობით რაღაცა რისი დემონსტრირება გინდოდათ. ხო, არა, ერთი ეს მაინტერესებს, ანუ თქვენი ურთიერთობის ფორმა, რა გეგმები გაქვთ, რა მიზნები გაქვთ, ანუ ერთად რატო გამოჩდით, ეს ერთი მაინტერესებს და მეორე წეღარას თქვი ერთი ქოლგის ქვეშ, აი, რამდენად სიტყვაზე, აი, კონკრეტული შეთანხმების და ხედვის ირგვლივ თუ შეთანხმდებიან პოლიტიკოსები, რამდენად არის მზად, მაგალითად, თავისუფლების მოედანი, რომ პარტიულ, ესე ვთქვათ, რაღაც იდენტობაზე უარი თქვას და როგორც პოლიტიკოსები, მისი წევრები, როგორც პოლიტიკოსები, ისე გაერთიანენ რაღაცა ერთი ქოლგის ან ერთი ბრენდის ქვეშ. რომ ყველა versus ბიძინა ივანიშვილი, აი ესეთი მოდელი მივიღოთ. ხარ თუ არა ამისთვის მზად? ესე პირველი კითხვა არის რა რისთვის გავაკეთეთ ეს ყრილობა თუ რაც შეკრება, ხო? ანუ ერთი პრობლემა საქართველოში რაც არის ის, რომ პოზიტიური დღის წესრიგი არ არის მნიშვნელოვანი. პოზიტიური დღის წესრიგი გულისხმობს იმას, რომ უნდა არსებობდეს ხედვა, რის გამოც ღირს რაღაცისთვის ბრძოლაში ჩართვა. ხო, ანუ ჩვენ ვიცით რა არ მოგწონს, მაგრამ არ ვიცით რა მოგწონს, ხო? მაგალითად, საქართველოში არ არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, როგორ მინდა იყოს საქართველო, თქვა 10 წლის მერე. ისთვისაც დღეს დაიწყებთ ნაბიჯების გადადგმას და თუ ეს პოზიტიური დღის წესრიგი არ არის, მაშინ შენ ნეგატიური დღის წესრიგით ცდილობ რომ ასე ვთქვათ მოიმხრო ისინი, ვინც ჩაერთებოდნენ წინააღმდეგობაში. მაგალითად, აი ნახე სასამართლოში რა ხდება, აი ნახე პოლიციაში რა ხდება, ნახე განათლებას რას უშვებიან, მაგრამ ადამიანს რო გეკითხება, კაი ეს გავიგე, მაგრამ შენ რომ მოხვალ მე რა იქნება? ანუ რისთვის ვიბრძოლა? უკეთესი იქნება საქართველოს. შესთავაზოთ პოზიტიური დღის წესრიგი, ეს არის თქვენი. ყველა ვარიანტი უნდა არსებობდეს იმ ხალხისთვის, ვისაც მუშაობის პროდუქტი უნდა იყოს ეს რაღაც იმისთვის რომ ხო ეს იყოს მომზადება ახალი საქართველოსთვის და თან ეს მომზადება გახდეს ასევე გამაძლიერებელი წინააღმდეგობისთვის. იმიტომ რომ ჯერთი აი თქვა ხვალ უცებ აღმოაჩენთ რომ ბიძინა ივანიშვილი გაიქცა. როგორ საქართველოს ვაშენებთ? რას ვაკეთებთ? საერთოდ როგორ უნდა შევთანხმდეთ? ანუ ასამბლეა თქვენი პარტიის ნაწილი გახდა თუ როგორ ანუ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს? ასამბლეა დიდი ხანია როგორ განიშნავს, მაგალითად მუშაობს კონსტიტუციის პროექტზე, ახალი კონსტიტუციაზე, მუშაობს ახალი არჩევნები როგორ უნდა იყოს. ანუ აი დამკვეთი ასამბლეა, არა თქვენ არა, ასამბლეა როგორც დამკვეთი, ესე წამოიყვანეთ, ესე ვთქვათ და აჩვენეთ მოქალაქეებს, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც აი ამგვარ თქვათ რაღაც ცვლილებებს ან ამგვარ მომავალ საქართველოს დაუჭერს მხარს. ანუ ეს იყო რა მესიჯი იყო თქვათ მოქალაქეების მიმართ. მესიჯი იყო რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრობთ, ერთმანეთი კაი ტიპები გონია. აი ამ ხედვაზე მაგალითად თქვენ როგორც პარტიას და საზოგადოებრივ ასამბლეას სხვა მიმართულებით აქვს ნამუშევარი. აი ამ ხედვებზე შეჯერებული ხართ გეთანხმებით ერთმანეთს უკვე ნამუშევარი არაფერი ესეთი. ანუ ჩვენ აქ გვაქვს მაგალითად გარდამავალი გეგმა შემუშავებული და სადაც მაგალითად არჩევნების საკითხი არის ასამბლეას მიერ შემუშავებული არჩევნების დამუშავებული მოდელი და ანუ ჩვენ თქვით რომ რაღა ჩვენ ვიწვალოთ, როცა ექსპერტების ჯგუფი არსებობს, იმა დაამუშავეს, იქიდან ნახეთ რომ კი. ეგ ნამუშევარი სხვა პარტიებში გავლილია, ვთქვათ აი როგორი ყველა პარტიასთან ჩვენთანაც მოვიდნენ, რაღაცა პრეზენტაცია ჩაგვიტარეს და ჩვენ უბრალოდ თქვით რომ კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ რომ განვახორციელოთ. და თან ეგ ეხა მოდელი, ვთქვათ, პოლიტიკის, რაც ჩვენთვის არის მისაღები არის, აი დასწრიში რაც თქვი ხო რომ უნდა არსებობს დაკვეთა საზოგადოების და მერე უნდა მოქმედებდნენ პოლიტიკური პარტიები. ანუ აქ პირიქით არის, ხო, ეხლა, რა ქვია, ოცნება გეუბნება, რომ
მე დაგიკვეთავ შემდგომ აღასრულო მოქალაქემ. და ეს ფორუმი რაც გავმართეთ, ხო, ამის დემონსტრირებაც იყო, რომ მოდი ჯერ თქვენ ილაპარაკეთ, ჩვენ კი არა პარტიული მარტივები. ანუ იქ 7 გამოსვლელიდან მხოლოდ ერთი იყო თავისუფლების მოედნიდან პოლიტიკოსი და არჩენი იყო საზოგადოების წევრები, ხო, იქ იყო რაღაც უნივერსიტეტის რექტორი იყო, მოხვედრა რის მიხედვით იყო, ღია კარი იყო, ხო, ვისაც უნდა დაესწრებოდა თუ როგორ იყო? ღია იყო, ხო? ანუ იყო მოწვევითაც, ჩვენ ვიღაცებს ვიწვევდით, ვინც ვიცით, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან და იყო ღია რაღაც რეგისტრაციის ლინკი და ვისაც უნდა ყველა მოდიოდა, მათ შორის პარტიის სხვა პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ. კაი. მოკლედ, მოდი ხა უფრო ცოტა კონკრეტულად შევეხოთ ამ ნაცებთან დაპირისპირების თემას. მე ვეცდები აგიხსნათ, საერთოდ არ გჭირდებათ შემეხსნა, მაგრამ რა არ მოეწონათ მოკლედ იმათ არ მოეწონათ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისთვის ავტორიტარიზმის სიარლიყის მიწებება. მე გავრისკავ და ვიტყვი რომ გეთანხმებით რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ჰქონდა ავტორიტარიზმის მკვეთრი ნიშნები აღარ ჩამოვთვლი ხა იქ რომ სპეცრაზმი რომ მიშას იძახდა და ასე აღარ ჩამოვთვლი ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია მაგრამ აი აქ პრობლემას იწვევს ხოლმე ერთი ის რა რეალობაში დღეს ჩვენ ვართ ახლა ამაზე ლაპარაკი იგივე ვადომაჭავარიანთან დაკავშირებით იყო ხო რომ ანუ ისევ კოცები versus ნაცებში ხო არ შევდივართ ამით რაც ქართულოსნების პროპაგანდის ძირითადი ხაზია როგორც წესი ბოლო წლებში კერასო ასე იყო ხო რომ აი იქით ნაცები არის ანუ ამაში ხო არ შევდივართ ისევ მაგაზე აპელირებით რომ იქ ნაცების ავტორიტარები არიან და ასევე არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის გირჩების იმისი არ იყოს კეთილი დიქტატორი და ბოროტი დიქტატორიო ხო ანუ ავტორიტარიზმიც არის და ავტორიტარიზმიც და ამაზე პირდაპირ კითხვა მექნება მერე ასევე ეს ორი ავტორიტარიზმი რო ერთმანეთს შევადაროთ მაშინ ხარისხობრივად არის თუ არა განსხვავება ჩემი აზრით დიდი განსხვავებაა მიშას ავტორიტარიზმზე მეტი ავტორიტარიზმი ეხლა ცალსახად ანუ ზოგადად ინსტიტუციები აღარ არსებობს საგარეო კურსთან აღარ ჩამოვთვლი აი ამაზე მაინტერესებს მოკლედ თქვენი აზრი. ერთი ის, რომ აი ხა მე რამსჯელობაც განვავითარე, ამაში მეთანხმებით თუ არა, რომ ეხლა შეიძლება მაგის დრო არ იყოს, ან აი ესე ერთ კოლგაზე არ მივიღე, მე ჯერ პასუხი მაგაზეც მაინტერესებს. და მე რო შევადაროთ მაშინდელი და ახანდელი ავტორიტარიზმი პირდაპირ რა, ეს მარტივად, რომ აი უფრო უარესი იყო მაშინ თუ ეხლა უფრო უარესია. იმიტომ რომ ეს მე ესე გამარტივება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ მაყურებელს ააკი ხა ეს კითხვა პირიქით. განსხვავებას ვერ ხედავენო, კაცო. ხო, განსხვავება არის ყველა ავტორიტარულ რეჟიმს შორის, მაგრამ მოდი თავი დავანებოთ მაგას. ანუ იყო თუ არა ავტორიტარული წინა ხელისუფლება თან კობახიძემ გეძახათ რომ თქვენ წინა ხელისუფლების მეხუთე იყავით. მეხუთე ნაწილია. მოკლედ მე თქვენს აინტერესებს რას ვფიქრობ იმ ხელისუფლებაზე, შეუძლია წაიკითხონ ჩემი სტატიები 2009 წლიდან 12 წლამდე რაზე ვწერდი. და იყო ღია, ანუ მაშინ უკვე აღარ მუშაობდი მე იქ და ქართველებს კითხვა რო გიყვარდეთ, თქვენ პოლიტიკაში მოსვლა არ დაგჭირდებოდა. მოკლედ პრობლემა იყო მაშინ უამრავი, მათ შორის ადამიანის უფლებების შელახვის თვალსაზრისით სასამართლოში, რა ვიცი 2008 წლიდან 2012 წლამდე ბოიკოტში იყო მაშინდელი ოპოზიცია, შექმნილი იყო ხელოვნური ოპოზიცია, ის ხალხი, რა ვიცი, უცებ ტელევიზიიდან გამოიყვანეს და ტელევიზია ჩამოართვეს და მიცეს პარტია და შეიყვანეს პარლამენტში, რა ვიცი, ეს თუ ნორმალური გონია ვინმეს, კი ბატონო, მეგონოს. უბრალოდ მანდარი მე არ მინახავს ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ ეგ ნორმალური იყო, მინახავს სამაგერად უამრავი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ну გამართლება ქონდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რაღაცა კარგი იკეთდებოდა და იმ კარგის გასაკეთებლად, მაგალითად, რა ვიცი, კრიმინალთა ბრძოლა იყო, კორუფციასთან ბრძოლა იყო, რუსეთისგან თავდაცვა იყო და ასე შემდეგ და ამისთვის ყველაფრისთვის გამართლებული იყო ის ყველაფერი, რაც კეთდებოდა, მათ შორის წამებაც. მე არ ვეთანხმები რომ გამართლებული იყო, მაგრამ ვინც ეთანხმება. წამება, საერთოდ ეგ ხალხი არ აღიარებს, რომ წამება იყო, ეგ დადგმული იყო ამბობენ ისინი, ვინც არ აღიარებენ. უამრავი აღიარებს რომ წამება იყო, უბრალოდ არ აღიარებენ რომ ეს ან იყო სანქცირებული, ან ეს იყო რაღაცა სისტემური, ან ეს იყო სისტემატიური, ან შეიძლება იყოს რაღაც, მაგრამ ზოგადად ბოდიში რა, მაყურებელთან ბოდიში და თქვენთანაც ბოდიში მეგონი ცოტა სხვა კითხვით უნდა დამეწყო, ზოგადად მაგ შეფასებას ეთანხმებით, ხო, თქვენს რომ ეს ავტორიტარული ხელისუფლება იყო. ალბათ ეგრე უნდა დამეწყო. მოკლედ მე მგონია, რომ ეს თემა საერთოდ არ არის პრობლემა, არ უნდა იყოს პრობლემა ნაციონალური მოძრაობისთვის, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თვითონ აღიარეს, რომ მაგალითად წამება იყო სისტემური.
ანუ ეხლა დღეს ეს მოხდა 12 წლის, 14 წლის. სურა ჯაფარიძის გულისხმობთ? არა მხოლოდ, რა ვიცი, გიგაბოკერიაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო, როცა თქვა, რომ კი ჩვენ რაღაცა არ ვიცოდით თუ კი არა, ჩვენი პრობლემა არის, რომ ეს იყოს წამება იყოს სისტემური. იმ დროინდელმა, რა ვიცი, საერთაშორისო ინსტიტუტებმა ქართულმაც, მათ შორის ომბუდსმენმა, რომელიც მე დანიშნეს თვითონ ხო პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელად იმ ხალხმაც თქვა იგივე ხო მე ხო უფრო წამება იყო რა წიღაში რა და წერდა ომბუდსმენი რომელიც თვითონ დანიშნეს პენიტენციური სისტემის უფროსად ხო რა ვიცი რა განათლებაში თუ ამრავი რაღაც ხდებოდა რაც მე მგონია რომ არ იყო მაინც დემოკრატიული ხა იქ შეიძლება არ თქვა რომ იყო ავტორიტარული რეჟიმის მახასიათებლები მაგრამ რა ვიცი, როდესაც მაგალითად ტროლების და ბოტების ის არსებობს, ხო, რაღაც ქარხანა იმისთვის, რომ კონკრეტული მოსწავლე გააშავო, იმიტომ რომ ეს მოსწავლე თურმე ყოფილა ერისმტერი და არც ერთმა სკოლამ არ უნდა მიიღოს, რა, ეხლა ეგ დემოკრატია არ არის ნამდვილად და შეუძლიათ აი ეს მაგალითად ამ კონკრეტული მოსწავლის შესახებ წაიკითხონ სტატია, რასაც წერდი რა და ანუ დღევანდელი ის არ არის ეს პროდუქტი, მაგრამ ეხლა შედარებით და ხარისხობრიობა ეხლა სხვა ვითარებაა, ხო, არის სხვა პრობლემები არის, მაგალითად, ეხლა არის პრობლემა ის, რომ საერთოდ მოქალაქეობრივი უფლებების წართმევა ხდება, ანუ ეხლა სხვა მეთოდით ხდება, მაგალითად, მედიის მითვისება, ანუ ეხლა სპეცრაზმი თუ არ შედის იმაში, რა ქვია, მედია საშუალებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ებრძვის სხვა, ხო, ანუ ფულს წაართმევ თუ იმას, რა ქვია, ფიზიკურად ხელშეუშლი იმას, რა ქვია, მუშაობას და ფლობელს ჩამოართმევ ტელეკომპანიას და სხვას გადაუფორმებ თუ ფლობელს ჩამოართმევ და სხვას გადაუფორმებ, ამაში მსგავსებაც არის და განსხვავებაც არის. უბრალოდ ეხლა სხვა პრობლემები გვაქვს აშკარად, ეხლა პრობლემა ის არის, რომ თუ ესე იგი რაღაცა პერსპექტივიდან გამომდინარე 2004-დან როგორც მინიმუმ 9 წლამდე ქვეყანაში იყო პერსპექტივა და ითვლებოდა რომ უკეთესობისკენ მივდივართ და უფრო და ნაკლები არის პრობლემა, ეხლა მივდივართ უარესობისკენ და ეს არის პირველი შემთხვევა მე რაც მახსოვს თუ არ ჩავთვლით რა ფედრიონის პერიოდს ალბათ როდესაც იყო რაღაც პერიოდი რამდენიმე წელი როცა ფიქრობდი რომ სულ უფრო უარესობისკენ მიდიოდა მდგომარეობა მე მგონია რომ ეხლა გვაქვს ვითარება როდესაც უბრალოდ პერსპექტივა არ ჩანს ესე თუ გაგრძელდება ყოველი შემდეგი თვე და რაღაცა წელი იქნება უფრო უარესი და არა უკეთესი აი ეს არის თავარი განსხვავება ჩემი აზრით და ეხლა რა ვიცით დღეს რა ხდება ამ რეჟიმი ან რას აკეთებს და რა ვიცოდით მაშინ ესეც განსხვავდება იმიტომ რომ რა ვიცი მაგალითად მე 2009 წელს წამოვედი განათლების სამინისტროდან და მაშინ წერილს რო გავუგზავნიდი სკოლას ერთი თვე ჭირდებოდა პასუხი რო დაებრუნებინა და ეხლა მე რო დავწერო სოციალურ ქსელში რაღაცას უარ მაქვს ის რესურსები რაც მაშინ ქონდა რა ვიცი 2 წუთში იცის ყველა ხო თუ ვისაც უნდა რომ გაიგოს აი როგორ წარმოგიდგენიათ ბირძინა ივანიშვილის დამარცხება მანდისევა იმჩემ ნახსენებ ქოლგას მიუბრუნდები მაგალითად როგორ არის თქვენი ხედვა აი როგორ შეიძლება პოლიტიკოსებმა ისე დაგეგმონ ამ ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა ისე დაგეგმონ თავისი სამუშაო რომ იმდენი ადამიანი მოიმხრონ რომ ბირძინა ივანიშვილი რაღაცა ამ პირობებშიც კი იძულებული გახდეს რომ გაიწიოს ძალაუფლებიდან და აქ როგორ ხედავთ თავის ფლების მოდმის როლს და აი ქოლგასთან დაკავშირებით აზრის გაქვთ ერთი ანუ ყველა ბიძინას წინააღმდეგ აი ესეთი მოდელის ხო ჩვენ ეს ერთიანობა ხო არაღიარების პოლიტიკაში გვაქვს ისეა დიდი ხანია ანუ ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ როდესაც არ ვაღიარებთ იმ ინსტიტუტებს რომლებიც არის იმიტაცებული არ ვაღიარებთ ნუ რაღაცა დონემდე ხო თორე პოლიცია რო არსებობს ვაღიარებთ და სასამართლოსაც აღიარებ რო არსებობს მაშინვე როცა მიდიხარ სასამართლოში ხო და მაშინვე როცა სასამართლოში ეკამათები პოლიციას მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იცი რა ვერდიქტია გამოტანილი და წინასწარ იცი ის პოლიცია რა მიზნით არის იქ მოსული ხო ანუ რაღაც დონემდე აღიარებ მაგრამ ცდილობ რომ შეზღუდო მაქსიმალურად ეს ამ რეჟიმის ასპარეზი ხო რომ არ თქვა არ გაავრცელოს კიდევ უფრო მეტად საკუთარი ძალაუფლება. ეს არის ამაში ერთიანები ვართ. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც წინააღმდეგობაში ჩართული ოპოზიციური პარტიები ერთიანები არიან. მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს ერთმანეთზე. და ეს რაღაცა თავდაუსხმელობაც რაღაცა არის ხო ახლა მე ეგ რაღაცები არ თავდაუსხმელობაც შეიძლება იმათ ჩათვალო მაგრამ ეს არის თავდასხმა ეგ მოდელი ჯერჯერობით არ ყოფნის ახლა გადაცემის შემდეგ გავიგებთ ანი წითლიძეს რა აქვს სიკო ჯანაშიაზე ნაცმა ის კონდეს ხო და ანუ აი მაგას რაღაც დამატება ჭირდება როგორც ჩანს ხა ამდენი 1 წელზე მეტი გავიდა და
რაღაცა სტატუს კო გვიჭირავს კბილებით და კანონებით უგაწვევიან, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა მეტი არის გასაკეთებელი, ხო, სად არის მეტი თქვენ თავისუფლების მოედნის როლი და აი რაღაცა რა გზით ამ თქვა ჩაინიშნა არჩევნების სიტყვაზე, აი იქ დამოუკიდებელ სუბიექტად გააპირებთ გასვლას როგორ გონიათ, როგორ ჯობია. აი საკითხი ოღონდ ძალიან გადახვდით. მოდი ერთიანობაში მოდი სიცხადეს შემოვიტან დაახლოებით აი ეს რომ ისეთი საკითხი არ იყოს ბუნდოვანი, ვინ რას გულისხმობს ამ ერთიანობაში და ასე შემდეგ. ერთიანობაში იგულისხმება დაახლოებით ისეთი ჩემი აღქმა ახლა ეს და მე მგონი დამეთანხმებით. დაახლოებით ისეთი ტიპის კოორდინაცია, რომელშიც მსხვილი პოლიტიკური ძალები და თქვენც უკვე მსხვილებში მოგიხსენიებთ, მაინც კი იმიჯურად ყოველ შემთხვევაში, შეიძლება არა ფინანსურად და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ერთმანეთს შეუთანხმებენ რაღაცა ტიპის ისეთ სტრატეგიულ და თუნდაც ტაქტიკურ ნაბიჯებს, როგორებიც არის მაგალითად თუნდაც აი დებატების თემაა შემოვა, აი გავდივართ, არ გავდივართ, ან თემებს, ან რა წინაპირობებს ვაყენებთ თუ გავდივართ. მეორე თემა აგერ გიორგი მახსენა, არჩევნების საკითხი, როგორი არის ესეთი არჩევნები, რომელსაც თავიდანვე არ დავთანხმდებით, ან რა უნდა იყოს ჩვენი პირობები, რომ აი ასეთ არჩევნებზე დავთანხმდებით თუ არა. აი ამის საერთო ის კი არა, რომ თავისუფლების მოედანმა ჯერ რაღაცა თავისთვის თქვას, მან ზურა ჯაფარიძემ თავისთვის თქვას და ასე შემდეგ. აი მსგავსი ტიპის კოორდინაცია მოიაზრება ჩემი აღქმით, როცა ადამიანები საუბრობენ ერთიანობაზე. და აი ეს თითქოს თან ძნელი მისაღწევიც არ არის, მაგრამ აქ სირთულე, ეხლა ამასაც ჩემას ვიტყვი და პირდაპირ ვიტყვი, რა ვიცი, რა მენაღულება, მე არავისთან ანგარიშვალდებული არ ვარ. აქ ჩემი აზრით სირთულეს ქმნის იცი რა, რომ ვიღაცებს არ უნდათ, რომ თუნდაც უმრავლესობას დაექვემდებარონ. ანუ ისეთ ერთობაში შევიდნენ. ერთობა ხო მაგას ნიშნავს, რომ რაღაცა დემოკრატიულად უნდა მიიღო მერე გადაწყვეტილება ამ ერთობის ფარგლებში, ხო? რომ პირობითად აი უმრავლესობამ თქვით რაღაც პარტიებმა, რომ აი პირობითად არ შევდივართ არჩევნებზე და არ მივდივართ დებატებზე და ვიღაცას იქ ლელოს ან რა ვიცი თავისუფლების მოედანს პირობითად. არ უნდა რატო დავიდეთ მაგის საშველი აი ეს არის ყოფნა, ანუ ერთ საერთო სია მოდი პირდაპირ თქვენ ერთქოგაში გულისხმობ საერთო სიას. ეგ კიდევ უფრო რთულია. ეგ არის მაგ რთული არა, ეგ არის მაგის წამალი ახლა რასაც შენი ძახი. სხვა შემთხვევაში ეგ სულ იქნება. რომ ანუ ვინ ვის ექვემდებარება, ან არ ექვემდებარება. თუ არ იქნა რაღაცა ერთი კოლგის ქვეშ, ერთი ბრენდის ქვეშ ყველა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი, ჩემი აზრით ეგ ეს ახლა ჩვენი აზრების ლაპარაკი თუ არ დაემკვიდროს, სიტყვა არსებობს ამაში ესეთი. ერთიანობის ჩემეულ კონცეფციას იზიარებს თუ არა რომ მაგას ითხოვენ ვინც ერთიანობას ითხოვს, რა სურათ ის მე დავხატე, კოორდინაცია სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და პრობლემას ის გონიათ თუ არა, რაც მე ვთქვი რომ ვიღაცებს არ უნდათ გარდა იმისა რომ პირადი უთანხმოება აქვთ, ვიღაცა უმრავლესობაზე იყვნენ ჩამოკიდებული მათი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ბევრი ინტერესია რა, რაც შეიძლება რა ვიცი დავინახოთ ამ ურთიერთობებში, მაგალითად ჩვენი ინტერესია რომ განვითარდეთ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ექნება ამბიცია რომ რა ვიცი შეუძლია ახალი რაღაც შემოიტანოს პოლიტიკაში. მაგალითად იმ საზოგადოებაში სადაც პოლიტიკოსებს საერთოდ არ ენდობიან იქ გაჩნდეს ალტერნატივა, სადაც პოლიტიკოსი ამბობს სიმართლეს და რასაც ფიქრობს იმას ამბობს და რაც მართალია იმას ამბობს. განსხვავებით რა ვიცი ბევრი პოლიტიკოსის, რომელიც ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს ამბობს, ხან მესამეს, ხან იმასთან არის კოალიციაში, ხან სხვასთან და ხან არავისთან და ხან თავს ესხმის საკუთარ პარტნიორებს. ესე რომ ეგ ცალკე აბავია და ასევე მე მგონია რომ ფაქტობრივად იგივე გზა რაც ლელოს ქონდა და აი ლელოსგან განსხვავებით თქვენ რა პლუსები. რა ვიცი ლელოს. ნუ აი და ახლა ისეთი მაგალითად ჩვენი ამბიცია არის რომ შეიქმნას ისეთი პარტია, სადაც ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს. და მოუნდება რომ შემოვიდეს, იმიტომ რომ იქნება დემოკრატიული და ისის იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. ჩვენი ამბიცია არის რომ რა ვიცი რა ცოდნას დაფუძნებული გადაწყვეტილება მივიღოთ და არა ეს პოლიტექნოლოგიიდან გამომდინარე გადაწყვეტილება რა იქნებოდა სასარგებლო პარტიისთვის ეს არ არის მთავარი რა იქნებოდა სასარგებლო საზოგადოებისთვის პირველ რიგში ამაზე ვფიქრობ ხა ხო მაგრამ წინადადებაში თქვით რომ როგორც პარტია გავიზარდოსო და ცოტა მეგარი პარტია ხო ზომიერი პოპულიზმის გარეშე რამდენად წარმოგიდგენიათ ანუ 5%-ზე მეტი უნდა კონდეთ ეგრე გირჩიც აწევდა თავისას ესე რომ თქვა დაუშვათ ისეთი ის დადგა მოცემულობა რომ მეტნაკლებად რაღაცა მოვიპოვეთ სამართლიანი არჩევნების გარემო და სამართლიანი თავისუფალი. ანუ თქვენ მინიმუმ რაღაცა კვლევებში მაინც უნდა ამოდიოდეს რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი გაქვს. სხვა შემთხვევაში თქვენი ხმები დაიკარგება მათ შორის საერთო ყულობიდანაც. თუ სამართლიანი თავისუფალია პრობლემა არ არის და 5%-ს უჭველი აიღებთ. თუ სამართლიანი თავისუფალია რა პრობლემაა? თუ სამართლიანი თავისუფალია 20%-ზე მეტს
ვერ აიღებს ქართული ოცნება. არა, ეგ მესმის, მაგრამ თქვენი რატო უნდა ნერვიულობდეთ იმას რომ ჩვენი პროცესი ეგეთი არჩევნები არ ჩატარდება ხო აი ეგ არის ხან თავარი კითხვა რა მე ბევრ ლაპარაკთან ერთად დაგისვით ეს კითხვა და გამოგჩა ეხლა აი როგორი არის ისეთი არჩევნები არჩევნების ისეთი მინიმალური სტანდარტი რომელზეც თქვენი იტყვით რომ შევალ და რა აი და პირდაპირ კითხვაა რა მოდი ამაზე კიდე არათი მე არ მიყვარს ესე მაგრამ ამაზე გთხოვთ კიდე არათი მიპასუხოთ ახლანდელი კანონმდებლობა რაც არის საარჩევნო მათ შორის რაც შეცვალეს კიდე არჩევნების მერე აი ზუსტად ამ კანონმდებლობით რომ დაინიშნოს ეხლა ან ვადამდელი ან 2028 წლის შეხვალთ თუ არ შეხვალთ არავის არ აქვს ამაზე პასუხი არც ერთ პოლიტიკურ ძალას შედარებით ჭკვიანი მგონი ხართ წყობ არავის არ აქვს და რატო იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია სხვების გადაწყვეტილებაზეც და არავინ არ იცის სხვას რა გადაწყვეტილება აქვს ეგ არის ერთი პრობლემა მეორე შევალ მაგრამ არა მარტო ეგ არ არის ყველა შევალთ თუ არა ვინ შევა ვინ არ შევა მაგაზია დამოკიდებული მეორე არის დღევანდელი კანონმდებლობით რა ვითარებაში ტარდება ანუ ხვალ ინიშნება თუ მაგალითად ზეგ და შუაში კიდე რაღაც ხდება მაგალითად ხუნდაძე შეიძლება წინააღმდეგი იყოს რაღაცების და შუაში რაღაც მოხდეს ხო ანუ რაღაცა ნიშნანი კონდეს რომ ზოგად კონტექსტს გააჩნია მოკლედ და მათ შორის აი მაგალითად რა ყველაზე ცუდი კონტექსტი ხო ეხლა რაზეც არის სცენარებზე ლაპარაკი რომ ქართულ ოცნებას უნდა რომ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი რაღაც გააფუჭოს ვიდრე აფუჭებს დღეს მაგალითად ესეთი სცენარი რო წარმოვიდგინოთ იცი ანუ შენი ანალიზი აჩვენებს და საერთო პარტიული ანალიზი აჩვენებს რომ შეიძლება გაგიყალბონ შეიძლება კი ყველა ვარიანტში გაგიყალბებენ და რო შეხვალ მაგრამ არ მიცემ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას ან არ შედიხარ და იღებ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომელი ჯობია ხო ამაზე პასუხი ჯერ მე გაცემული არ მაქვს გარკვეულწილად აი მაგალითად მე ვსვავ ესეთ შეკითხვას შენ არ მიპასუხო რა შეიძლება გააფუჭოს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობით ისეთი, რასაც ახლა ვერ გააფუჭებს საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე. ერთი რამე მითხარით. კონსტიტუცია შეცვალოს. აი კონსტიტუციაში რო გვიწერია ახლა რომ ევროპისკენ მივისწრაფით და ევროინტეგრაციისკენ, რა არასრულებს და ეს კონსტიტუცია ხო ცოტა ისეთი მისი ლეგიტიმურობა ხო იმის გამო არის ეჭქვეშ რომ კონსტიტუციას არ ღვევს. და მე აღარ იქნება ეჭქვეშ თუ კონსტიტუციას არ გავს. მისი თვალში ისედაც ხდება და მათ შორის ნეიტრალურად განწყობილი და swing voter-ების კონსტიტუცია ხო ისეთი ზოგადი ცნებებია იქ ჩამოთვლილი ყველაფერი ანუ კონსტიტუცია ხო არ არის იმიტომ არის მე ცალკე კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები და ასე შემდეგ რომ ანუ იქ იმდენად ზოგადი ცნებებია რომ ესე პირდაპირ აი ხა რო გთხოვოთ ასევე რომელიმე პოლიტიკოს თქო მომიყვანე კონსტიტუციის დარღვევის რამე ყველაზე აშკარა მაგალითი თქო აი მაინც შეფასების საკითხია. საბოლოოდ კონსტიტუცია დაირღვა თუ არა ძალიან შეფასების საკითხთან მივდივართ. აი სხვა რა ადამიანი მოკლა, ესე იგი მოკლა, ხო? ესე მარტივად ხო არ არის. აი ამაზეც კი როცა აი ხა ესეთი აშკარა კონსტიტუციის დარღვევა აპარავებენ რომ არა რეალურად არ გვითხოვს უარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ კონსტიტუციაში რა ეწერება? მე მგონია მაგარი ფეხებზე კიდიათ. კონსტიტუციაში რო წერია რომ მაგალითად არ გჭირდება ნებართვა შეკრებისთვის, ამას იყენებ იმისთვის რომ შენი უფლებები დაიწყო. ხო შეგვიზღუდეს, ეგ საჩემო მაგალითია. მაინც. არა, რანაირად ხო, ანუ ჩვენ საბოლოო ჯამში ვიყენებთ კონსტიტუციას ჩვენი მოქმედების ლეგიტიმურობის დასაბუთებლად, ხო, ანუ ჩვენ რო ვიკრიბებით, ანუ იმიტომ იმას კარვავთ, რომ ჯონ სტიუარტ მილმა თქვა რომ შეიკრიბეთ, მაგრამ ვამბობთ რომ ჩვენივე კონსტიტუციაში წერია რომ ამის უფლება გვაქვს, ხო? მაგრამ აი ამასაც კი ეხა რაც მაგალითის მოყავთ სწორად თან. ხო გადაახტენდა ხა ხალხი ტროტუარის დგომისთვის ციხეშჩას, ანუ კონსტიტუციაში რა წერია საერთოდ რა ინტერესებს? ანუ კანონმდებლობაში რომ არ ყოფილიყო ის ნორმები, რომელიც საშუალებას მისცემდა გიორგი რომ გამოსულიყო ციხიდან და გამოუშვებდა. კანონმდებლობა შედარებით უფრო დაწვრილმანებული ამბავია კიდე. და იქ უფრო კონკრეტული საქციელების შეფასებები წერია. ანუ ხო გამოიყენეთ კანონმდებლობა იმისთვის რომ გეტავათ არ ვიცი მაგრამ ხო ხო აი ეგეთი კითხვასო აი რა შეიძლება შეცვალოს კონსტიტუციაში აი რომ კონსტიტუციაში მე მგონი რომ გაჭრა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ რაღაცა საზღვარი არსებობს ამათთვისაც იმიტომ რომ ამათი მიზანი არის რომ რაღაც ფასადი ქონდეთ რომ საკუთარ საბაზისო ამორჩეველს მაინც დააჯერონ რომ ესენი მოქმედებენ კანონმდებლობის მიხედვით კანონს რა შეიძლება გააფუჭონ თქო კონსტიტუციის შესვით, მაგალითად ამოიღონ ევროინტეგრაცია, ამაზე ვთქვით რომ ევროინტეგრაცია მაინც დაკიდებულია. მაგალითად ნებართვები შეგვიძლიათ მოითხოვონ შენგან რომ რაღაც აი ეს პოდკასტი რო შედგეს, აი მაგალითად სიტყვის თავისუფლება შეგვიძლიათ რომ ამოიღონ პირდაპირ. იქნება ჯობდეს რომ ეგეთი სისულელე გააკეთონ, ვინც რაღაცები ვერ გაიგო რომ ცოტა გაიგოს. ყველაფერი გაიგოთ, თორნიკე ვიღაცები გაიყიდნენ, ვიღაცებს არ აინტერესებს და ვისაც გვაინტერესებს და გვაღელებს, ზიუხს. არ არის, ანუ იმას სჭირდება, ანუ მე ვიცნობ ქართული ოცნების მომხრეებს, რომლებიც რამის რო ეთქვის, გეუბნები რომ კანონში ესე წერია.
მესმის ეგეთ ხალხთან აი არგუმენტირების დროს აი ერთხელ შემთხვევა ყოფილა რომ რაღაცას დაგეთანხმდნენ აი ყოფილა რომ აზრი შეუცვლიათ აზრი არა მაგრამ იძულებულები გახდნენ რომ თავი დაენებებინათ იმ არგუმენტებისთვის რომელსაც იღებდნენ ან გეუბნებოდნენ ან გარბოდნენ დიმიდან დისკუსიიდან ან ჩხუბს იწყებენ ხოლმე ეს გამოცდილება მოხდა თქვენთან როგორი გამოცდილება აი როცა კედელთან მიაყენებ ესე ბჭყალებში ესე ვთქვათ არის ხოლმე ორი გამოსავალი აქვს თან ჩხუბს იწყებენ რაღაცა აი დამანები ხა თავი თუ რაღაცა და გარბიან ფაზები არის ანუ რომელიც არის ხალხი რომელიც დაეჭვდა მაგალითად რომ თვითონ არ იცის და შენ უკეთესად იცი და ამიტომ რაღაცა აი ვთქვათ უაზრობას რაღაცას ესე საჯაროდ აღარ ამბობს. ანუ თქვენ თვითონ უფრო სანდო პოლიტიკოსისგან, თქვათ აქამდე ვინც არ ყოფილა ხელისუფლებაში, ან ვინც არ არის რამე თანამდებობებზე ნაყოფი, შესაძლებელია ეგეთმა ადამიანებმა შეიგნონ, ანუ ადამიანით აი თუ კონკრეტულ პიროვნებაზე შეთანხმდნენ ესე ვთქვათ, რომ ეს არც წინა ხელისუფლებაში იყო, არც ახლა არ არის ნაცი და რაღაც ესმის კონკრეტული საკითხი მოусმენენ და აზრს შეიცვლიან ამის რესურსს ხედავთ ქართული ოცნების ხარდამჭერებში. მინახავს როგორ შეუცვლიათ და სინამდვილეში ქართული ოცნების ხარდამჭერების რაოდენობა არის ცოტა და შუაში მყოფების არის დიდი და იზრდება ეს რაოდენობა. და იმ ხალხს ჭირდება არა მხოლოდ არგუმენტი იმისთვის, რომ ალტერნატივა აირჩიოს, არამედ ჭირდება თავისთავად ამ ალტერნატივის არსებობას, ხო? და ეგეთ ხალხს, ეგეთ ამორჩეველზე იყო დამიზნებული, ასე ვთქვათ, ლელოს პროექტი. ხა ეს ლელოს რამე აზრი გამოთქვით, ლელოზე კი არ ვიძახი. აი თქვენ დასაკეთებთ განსხვავებულს ისეც, რაცა გააკეთა ლელომ, რომლითაც პოტენციურად იმის იმედი გაქვთ, რომ ამ 40%-იანი დიდი ესე ვთქვათ, რაღაცა გაურკვევლობიდან, მოქალაქეების გაურკვევლობიდან, გარკვევლობას ჩამოაყალიბებთ, სიცხადეს შეიტანთ ამ კონკრეტულ ნაწილში და მოიმხრობთ თქვენს. იმ პირობებში, რომ იმის ოდენი ფული არ გაქვთ, რაც იმათ ჰქონდათ სავარაუდოდ. ხო, რომ საინფორმაციო ველზე გაშალოთ ეს თქვენი მესიჯები, ყველა მოქალაქესთან მეტნაკლებად რაღაც დონეზე მაინც შეხვიდეთ ოჯახში, რომ აი ლაპარაკოთ, ანუ აი რასაკეთებთ განსხვავებულს ლელოსგან, რითიც შეიძლება იმედი გქონდეთ, რომ აი გადაუწყვეტელ ამ მომრჩეველთა ბაზაში თქვენ იქნებით პოპულარული. ხო, არ ვიცი ეს იქაც ხო იყავით ან ბლოკი რა იყო და გაერთიანებაში და მაგიტომ აი მაგალითად ჩვენ რაც ვაკეთებთ არის ერთ-ერთი პირველი არის ის რომ ახალ პოლიტიკურ ძალებთან ვამყარებთ კავშირებს, მჭიდრო კავშირებს სხვადასხვა მოძრაობებთან მუშაობთ რა ვიცი აი დააკვირდით უბრალოდ აქტიურობას ხო და დიდი პარტიების და პატარა ანუ ვინ რას აკეთებს საერთოდ რა და თქვენ თუ იტყვით რომ ჩვენ რას ვაკეთებთ, იგივეს ყველა აკეთებს. ანუ მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ იმდენივეს აკეთებდეს ყველა პარტია ცალ-ცალკე, ან ერთად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეიძლება ჩვენ რაღაც მიმართულებებით ნაკლებს ვაკეთებთ, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებში შეიძლება ნაკლებად ვართ ჩართულები, მაგრამ საქართველოში კინოპროტესტის ორგანიზებაში და რა ვიცი, კამპანიების წარმოება და ასეთი მოცემულობა რომ წარმოვიდგინოთ კარგი სცენარი, რომ მოკლედ ქართული ოცნება რაღაცნაირად მოვიშორეთ თავიდან და კოალიციური მთავრობა უნდა შედგეს თქვენი პარტიის კანდიდატები, თქვენ პარტიას ამ ეტაპზე რა რესურსის აწევად შეუძლია კი არა და რა პასუხისგებლობების აწევად შეუძლია, აი რა მინისტრების თანამდებობებს დააყენებდით თქვენ კანდიდატურებს, აი რა საქმის გაკეთებას მოითხოვდით კოალიციური მთავრობაში. ეს კითხვა, მაგრამ კაი. აქვს არ მოვთხოვთ, მაგრამ ჩვენ მე შემიძლია თქვა, რა საქმის თავისუფლების მოედანით დრო ძლიერია სხვა პარტიებთან შედარებით. სად? შედარებით თავი დავანებოთ, შედარებითაც გყავთ ძლიერი გუნდები, მაგრამ ჩვენი შედარებით ძლიერი მხარე არის კულტურა, არის თავდაცვა და უსაფრთხოების სისტემა, განათლებაზე თქვენ იმშელეთ, არის თუ არა? და საგარეო და ზოგადად პოლიტიკური მოწყობა, დემოკრატია, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს აი ინსტიტუტების შენობობა და ასე შემდეგ. თავდაცვა, განათლება, კულტურა, ხო, ყველაზე ისეთი საინტერესო მიმართულებები ამ ეტაპისთვის რაც თქვენთვის არის. ჯერჯერობით ეს არის, მაგრამ მაგალითად ხო, ანუ ხო და ნუ ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი განვითარების ეგ არის რომ სხვა სფეროებში შესაძლოა სუსი დავტოვოთ ნაცებს. აი, გუმრობით ეს. არის, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ პროგრამაშიც რა გვაქვს. კი ბატონო. მოდი ნელ-ნელა გააცემის დასასრულს გადავიდეთ მაყურებლის შეკითხვებზე. თან ერთი ორს რო გადავხედე ეს ეწერა თქვენ რომ მაინც არ კითხავთ თუ ესეო და ცოტა მეწყინა როდის იყო არ გვიკითხავს რაღაცა და თან მოკლედ უცბად რაღაცები რაც ვისაუბრეთ უკვე პრინციპში და შევეხეთ იმას გადაურბინოთ
ნუ ახლა ამას შევეხეთ ქვეყნის მოღალატების არალეგიტიმურობასთან დებატებში დაჟილდომა მართებული იყო თუ არა და თუ კი რატომო და ამაზე ვისაუბრეთ რომ ახლა რა თქმა უნდა მართებულობისთვის საბაკი არ დაუждდებოდა და რატომ ამაზე ვრცელი სტატუსი ჰქონდა და შეგიძლიათ ჩაიკითხოთ იქ როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური არგუმენტები ჩემი აზრით ახლა ამაზე მეც არ მეჭყობთ სწორი პასუხი ეს ხო ესეა კიდე გამ როგორ ფიქრობთ რამდენად იმას დაემატა კიდე რაღაც არგუმენტები მე კიდე ფიქრობდი იმის მერე მაგალითად ჩემი ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი გარდა რაც აქამდე თქვი არის ის რომ მე მგონია რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მზად რომ წავიდეს უცხო მოედანზე და იქ ელაპარაკოს ნებისმიერ აუდიტორიას. ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი დემოკრატიის ეგეც არის, ეს არ არის ხა დღევანდელი პრობლემა, ეს არ გაიგო რომ დემოკრატიის პრობლემა გვაქვს სინამდვილეში ხა. ერთ-ერთი პრობლემა ის არის რომ პარტიები საქართველოში უცებ გამოაცხადებენ ხოლმე რომ მე არ მომწონს იმ მედიის პოზიცია, ის არის უცხო ტერიტორია და მე იქ არ მიყავ. ხო, ეხლა წარმოგიდგენთ მე რომ მეთქვა, მე არ მომწონს თქვენი პოზიცია დებატებთან დაკავშირებით და აღარ მოვალ აქ. ხო, შორის ბევრი არ მოდის ხოლმე ჩვენთან, ჩვენ მაინც ხო და უაზრობაა, მე მგონია რომ მე მინდა რომ იყოს საქართველოში ისეთი ვითარება, სადაც მაგალითად ჩვენ გარდამავალ პროგრამაში ეგ ვიწერია, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მომავალ საქართველოში ვალდებულება ქონდეს მართულ პარტიას რო იაროს ოპოზიციურ ტელევიზიებში და უპასუხოს ესე რა საჯაროდ რა. აი ესეთი ორი კითხვაა. პირველი, მაქსიმალურად მოკლედ გავცეთ. მთელს ოპოზიციურ სპექტრს მხარდაჭერა რომ გამოეცხადებინა თბილისის მერის ოპოზიციური კანდიდატისთვის, ოცნება დღეს ლეგიტიმური იქნებოდაო? ლელოს მხარდამჭერი წერს სავარაუდოდ. ანუ რო დაგეჭირათ ხარი ამ ირაკლი კუპრაძის პირობითად. ირაკლი კუპრაძისთვის ყველას დაგეჭირა ხარიო. და წაეგوار მოიგო რა მშთლობა ლეგიტიმური იქნებოდაო? ლეგიტიმაციას მიანიჭებდა ეს თუ არა? ერთი ნაბიჯით არ ხდება რა ლეგიტიმურობას მიენიჭება და წარქმევა რა. ეხლა ესე რო იყოს ახლა იმ დღეს ვიღაც ვეკითხებოდი რამდენად მოიმატა ლეგიტიმაცია დაიკლო მე მივედი ხო? იმაზე დებატებში ხო და ლეგიტიმურობას შეცენდა საკრებულოებს და საკრებულოების არალეგიტიმურობა დღეს იმაში ჩანს რომ თუმცა ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, როდესაც ამ საკრებულოების საქმიანობა საერთოდ გაურკვეველია საერთოდ მოდის ან გაწყვეტილებას ვინ იღებს, იცი რომ ამ საკრებულოში არ წყდება, ამიტომ არის არალეგიტიმური. სულ ერთ კანდიდატი. შეეძინათ მე ვიღაცა ბუნჩულა ადგილობრივი იმისთვის ლეგიტიმაცია მაგდანიკაშვილს მიეცით ლეგიტიმაცია. მე მივეცი მაგდანიკაშვილს. ან წამყვანი არ იქნებოდა მე არ ვისულიყავი თუ ჟურნალისტად არ ვაღიარებთ ბარემ და ეგ ეგ სხვა შორის ოცნების ისიც არის ხო რომ ხალი არ არის, რომ გაუნებიან რომ ქალებს წებენ, ეგ რა ქალია? მე ჟურნალისტი ეკითხება რაღაც, გეუბნება შენ ჟურნალისტი არ ხარ, შენ ხარ აქტივისტი. რა ვიცი, შენთან სარკისებულად თუ ეგრე მოიქცევი, მე მგონია კარგი არ იქნება. გეთანხმებით ეს ხუმრობა ზუსტად მაგას არჩევნებზე არის კითხვა უფრო კაფიო. მოიცა ეს მეორეც აქვს დასული. ეს კარგად დავსვათ, ოღონდ თუ არ დავსვათ, გეუბნება და დავსვათ ზუსტად ისე. პირდაპირ რაც უწერია წაიკითხე. თუ კიდე შენ წაიკითხე. არსებული, მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებული თუ შედარებით დამძიმებული საარჩევნო გარემოს პირობებში. თავისუფლების მოედანი მიიღებს მონაწილეობას ვადამდელ ან კონსტიტუციით გათვალისწინებულ დროს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში? ზუსტად ეგ ვიკითხე მე. ხო, ანუ ცუდი პირობები თუ იქნება და განმავლობა დამძიმებული, ან ეხლა რაც ამ პირობებშიო, ან რო არ გაუმჯობესდეს არაფერი. არ უპასუხებს, ხო, გასაგები არ უპასუხა ისე როგორც ჩვენ გვინდოდა, ეხლა კიდე არას რეჟიმით, მე გავცემ პასუხს. იმიტომ რომ მე მგონი ნაწილს არ უფიქრია ესეთ რაღაცაზე, ხო, რომ მაგალითად მე ბევრისგან გამიგია რომ თუ არ იქნება ასეთი არჩევნები, მაშინ არ მიიღოთ მონაწილეობას და რო ეკითხები რომ როდის იყო ეგეთი არჩევნები, ვერ პასუხობენ. ანუ იმ პირობებზე რაზეც არის ლაპარაკი, რომ ის პირობები თუ არ იქნება არჩევნებში არ შევალთ, ის პირობები არასდროს არ ყოფილა საქართველოში. მინიმალური პირობები ხო არსებობს, რაც საჭიროა. მინიმალური პირობები როდის იყო დაცული? აი მაგალითად 24 წლის პირობებით უნდა შევიდეთ თუ არ უნდა შევიდეთ? ნაწილეობას რომ არა 24 წლის პირობებითაც არ უნდა შეხვიდე. 20 წლის პირობებით ნაწილეობას რომ იმითიც არ უნდა შეხვიდე, მაშინაც უკვე უაზრობა იყო არჩევნებში შესვლა. ხო და ძალიან რთული საკითხი არ არის ესეთი მარტივი საკითხი. პირველი რაც მე მგონია რომ აუცილებელი არის რომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ ვადამდელს აცხადებს ოცნება და ზოგადად მე მგონია რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა არის წინააღმდეგობის ხარისხობი საზოგადოების ნაწილის რომ ყველა უკან დახევა რასაც ვაიძულებთ ოცნებას არის აღქმული როგორც მათი სიძლიერე და ეს ჩემთვის არის გაუგებარი. ზოგიერთ უკან დახევა უნდა გავიფორმოთ როგორც გამარჯვება.
ზოგიერთი არა. ყველაფერი რაშიც უკან დავახევინოთ, უნდა გავიფორმოთ, აი მაგალითად გიორგი რო გამოუშვეს ციხიდან, მე ვიღაცებისგან მესმოდა რომ ეს თამაშია. ან ჩვენ კი არ დავახევინეთ უკან, კი არ ვიბრძოლეთ. კი არ ვაიძულეთ, კი არ იყო მისი ბრძოლა. არა, ეს მათ ესე გადაწყვიტეს უბრალოდ. საოპერაციოში იქნება მალე პროცესი, ეს იშონი ვეჩერა. არა, მაგრამ მე მგონია რომ ეს მისი გამარჯვება არის. ანუ გავჩუმებული ყავი ხო ძალიან მშვიდად წყნარად და ჩამტოვებდნენ იმ ციხეში ხა. ის არა რომ ხმარ ვარა მოგეღო მაინც და წავიდო და საქმე რაღაც სირთულეები გაუჩნდა. უბრალოდ აი ეხლა კიდე ისეთები შეიცვალა, მათ შორის ემიგრანტებს რო ხმისუფლება წაართვეს, მათ შორის რო ეს ვერიფიკაციის აპარატთან მისვლა აღარ შეიძლება. ანუ უკვე რაც გაუშიფრეთ გაყალბების გზები, გაყალბების გაშიფრულ გზებზე მიიღეს კანონები, რომ აი ეს გზებიც ვერ აკონტროლო, ანუ აღიარეს თან, რომ ამით გავაყალბეთ, ხო და ახლა რა ვიცი. ხო, გასაგები. და რაც შეეხება აი ჩვენს მომხმარებას, რომელსაც Facebook-ზე ქვია დასავლური გავლენის აგენტი სხვათა შორის. ხო, ზუსტად ხა მე მესმის რატო შეიძლება ესე ვერ უპასუხო, იმიტომ რომ ძალიან ცელ კონტექსტს გააჩნია და აქ ნათქვამი ესე მოჭრილი კი და არა. მათ შორის საქართველოს ოცნებას აძლევს საშუალებას, რომ რაღაცა ისე გააკეთოს, მე ამ წინასწარ ნათქვამ პირობას მოარგოს რაღაცა პოლიტიკური პროცესი თუ კანონმდებლობა ისე, რომ იმის მიხედვით რა ურჩევნია საქართველოს ოცნებას, მე ან მოუწიოთ ამათ ან არჩევნებში მონაწილეობა, ან არ მონაწილეობა, იმიტომ რომ წინასწარ აქვს ნათქვამი, ხო და ესე მოჭრილად რო შეიძლება აქედან ვერ თქვა რაღაცაზე, ნუ ვუგებ ცოტა და იმიტომ არ ვაწვევით. აჰა, ამდენი ვილაპარაკეთ ამ თქვენ შეკითხვაზე, მე აღარ თქვათ არაფერი. შეაყარეთ კედერს ცერცვიო, ოკეი. ეთანხმება თუ არა ცუცქირიძეს წინა ხელისუფლების შეფასებაშიო. დაეთანხმა იმის მიუხედავად, რომ როგორც კობახიძე გვეუბნება ნაცები ძალიან უყვარს, მე თქვენ მაგირო ცუცქირიძეს არ ვთქვამს, ისინი ავტორიტარები იყვნენ და საქმეს ეგარე. აი, ესე რომ ანუ აბა მითქვა. ესეთი ფრაზა იყო, რომ ხალხმა ხო იმიტომ გადაირჩია, რომ თვლიდნენ რომ ავტორიტარული იყო ის რეჟიმი. ეგ იყო რა აზრი რა. იტა ამაზე ათქვა დაეთანხმა ხა ცუცქირიძეს სხვა აზრზე იყო არ ჩანდა მაკედან. დაეთანხმა თუ არ დაეთანხმა, ანუ რეალურად ორი სხვა რაღაცა არის. ერთი მე ვთვლი თუ არა და მეორე არის იყო თუ არა 2012 წლის არჩევნებზე ხალხი რომელიც თვლიდა რომ იყო ავტორიტარული და ამიტომ მისცა ქართულ ოცნებას ხო. ანუ მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე რომ ყოველ შემთხვევაში იმ საუბარში რამაც გამოიწვია ეს დისონანსი იყო ლაპარაკი თან საუბარზე ამბობ თქვენ? ბოგუჩავარაზეც საუბრობდა რა თორე სინამდვილეში მაგაზე იყო ლაპარაკი რომ ქართულ ოცნებას რა უნდა მოთხოვო პასუხი იმიტომ რომ თავის დროზე ხო მოთხოვე პასუხი სხვასაცო. რატო უფრთხილდებით? კაცო ხა გაუშვა მე გადავკეტო? კი, ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობა იყო ავტორიტარული პოლიტიკური ძალა და ავტორიტარული ხელისუფლება. აღარ დაგიძახონი. არა, ერთი წამი. შედარებაც არ არის იმასთან შედარებით, თქო ქართული ოცნება რასაც აკეთებს. ქართული ოცნებამ რაღაც 17-18 წლებში გაასწრო უკვე ნაციონალურ მოძრაობას თავისი ავტორიტარიზმით 20-ისკენ ორჯერ გაასწრო და ეხლა უკვე 10 ჯერ გაასწრო. ანუ ამ ორ შორის ტოლობის ნიშანი არ დაისმება ცალსახად, მაგრამ ეხლა ნაციონალურ მოძრაობას ავტორიტარული უწოდე თუ ცუდი უწოდე ეხლა მაგების გარჩევა, ჩემი აზრით დაგეთანხმებით, რომ არ არის რა ვიცი, აი რომ ეხლა მე რას უწოდებ ერთია და სხვა არის კიდე მოვა ჩემამდეც ანიწითლიძე მე მგონი მოვა ჩემამდეც ოდიში. მაგალითად რეიტინგებს შეგვიძლია ნახოთ ხო რაღაც ავტორიტეტული რეიტინგების გამკეთებელი ორგანიზაცია, მაგალითად ეკონომისტის რეიტინგი რო ნახოთ, მაინც კარგი სურათი არ არის 2010 წელს და 11 წელს საქართველოს არის, მაგალითად ამ რაღაცა ინდექსებში დემოკრატიის და რა ვიცი ძალიან ცუდ ქვეყნებთან ჰიბრიდულ რეჟიმად მოგვიაზრებდნენ, მაშინ რაღაც ეს ჰიბრიდული ხო, ჰიბრიდული დემოკრატია იყო ეს Freedom House-ში და აქეთ იყო ვერ ვიტყოდი რომ დემოკრატიული ქვეყნები არ იყო ჩვენი მოსაწონი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა ცალსახად, მაგრამ ამათ ჯობდნენ თუ არა კი ცალსახად. რანაირად თქვა მეტი? ვისთვის როგორ? თქვენ დაჟე так? მე არ მიკვირს რომ ვიღაცაებისთვის არ ანუ ვიღაცაებისთვის დღეს უკეთესი მდგომარეობა ვიდრე მაშინ იყო. მაგ ხალხის გესმით? ამ გესმით? ვიღაცა ვინც თulis რომ მაგალითად მთელი მისი ქონება წაართვეს, იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო მაშინ და დღეს ჩვენებად ცხოვრობს, ისე რომ საერთოდ არ იმჩნევს ხალხს როგორც წამენ და რაღაცა, მათთვის კი ცხადია, მაშინ ვიღაცა ვის ამათ დროს აღზევდა და ეხლა ისე ქვია, ოქროს გასაღების საკიდებით დადიან პორშეები შეიძინეს. აი, ბოლო კითხვა სიმონ გონია. ნუ კიდე არის ხალხი, ისიც რა ვიცი, მაგალითად მე ვიცი ძალიან კარგი ხალხი, რომლის ოჯახის წევრები დააპატიმრეს აი სრულიად გამოგონილი მიზეზებით. მაშინაც.
კი, წარქმეული ბიზნესი. და ნარკოტიკებით ჩაოდეს და რა ვიცი 1000 ისეა ხო. ხო და ეხლა მაგ ადამიანს ვისაც პირადი ტრავმა აქვს მიღებული იმ დროს ძალიან რთულია რა დავამტკიცო რომ ეხანდელი რეჟიმი რომელიც იგივეს აკეთებს რამითი უარესი არის. სიმონ გონია თუ არა რომ ეს თან შენობით მოგმართავთ რომ ალასანია მემარჯვენეების ბედს გაიზიარებთ. ძალიან მგონია რომ ასე იქნება მინდა რომ მორიგ ჯერზე წაიტეხოს კისერში შუაშისტებმა. ანუ თქვენ შუაშისტად მოგიაზრებთ სავარაუდოდ? ხო, რაღაც სავარაუდოდ ეს კითხვა არ ვიცი, სავარაუდოდ სიმოს გონია რომ არ გაიაზრებთ. ვის შუაში ვარ თქო? ისევ ესეც ალბათ ნაციკოცი ნარატივია ალბათ. მაგნატი შუაშისტობა იგივე ბედს თუ გავიზიარებთ, ნიშნავს რომ მე უნდა გავხდე ან მისი ხელისუფლების ნაწილი ხო ანუ რაღაც ელჩათ უნდა დამნიშნონ ალასანიას გუნდის დიდი ნაწილი ასე ეხლა მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეა ხო თუ და საერთოდ არ არის სახუმარო თემა მაგრამ გაგიფცებონ თქვენ გუნდის წევრებს პირადი ცხოვრების კადრები ნუ ეგეც ცხოვრების ნაწილია ხო მაგრამ დაუფიქრეთ არსებობს კი კარგი დიდი მადლობა, მოკლედ ბოლოსკენ წავედით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. განსაკუთრებით ის ნაწილი მომეწონა behind the scenes რაც ხდებოდა თურმე დებატების დროს და ეგ სალკე rilsat უნდა ამოვჭრათ, თურმე როგორი ნაღმები იყო იქ დადებული და მათ შორის კარგია რომ სხვებმაც გაითვალისწინონ ის დადიან დებატებზე, რომ დებატები არ შემოიფარგლება და ეს პროპაგანდისტული სივრცე არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით კამერის ჩართვიდან გამორთვამდე და ყოველფერი ხსნაბიჯზე არის ნაღმები დადებული. დიდი მადლობა, მე წარმატებას გისურვებთ. ვიღაცას მოეჩვენება რომ ნაკლებად კრიტიკული ვიყავი, ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს რომ ზედმეტად კრიტიკული არ ვიცი, მაგრამ ხო ზოგადად გიფიქსირებთ ჩემს პოზიტიურ განწყობას თქვენ მიმართ და მართლა გულით გისურვებთ წარმატებებს. მე მგონია რომ თქვენაირი პოლიტიკური ძალა დღესაც შეიძლება გუშინაც ჭირდებოდა, მაგრამ დღესაც ქართულ პოლიტიკას და ზოგადად ქვეყანას ჭირდება. ამ ეტაპზე ასეა. როდის მე ახლა სხვანაირად თუ ვფიქრებ, მე ისე ვიტყვი. აბსოლუტურად